გამარჯობათ. მივესალმები ხელოვანთა არხის მაყურებლებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ვიდეოების ნახვა შეიძლება მხოლოდ YouTube-ზე. ამიტომ იაქტიურეთ YouTube-ზე, ეს დაეხმარება ჩვენ არხს განვითარებაში. დღევანდელ სიუჟეტში წარმოგიდგენთ გენიალურ მხატვარს ნიკო ხერკელაძეს. საკმაოდ ვრცელი მასალა გამოვიდა, საინტერესო ინტერვიუ იყო, ვისაც ხელოვნება აინტერესებს, ბევრს საინტერესო რამეს შეიტყობს ხელოვნების შესახებ, ზოგადად ბატონი ნიკო გვიზიარებს თავის შეხედულებებს, თავის გამოცდილებას, ცხოვრებისეულს, ხელოვნების მიმართ და არა მარტო ცხოვრებისეულადაც. ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა, რადგანაც მასალა საკმაოდ მოცულობითი არის, ამიტომ ორ ან სამ ნაწილად გავყოფ სავარაუდოდ ვიდეოს. პირველ ნაწილში წარმოგიდგენთ ასე ვთქვათ გაცნობითი ხასიათის ვიდეო იქნება ბატონ ნიკოსთან, მის შემოქმედებით სამყაროსთან. მოგესალმებით ბატონო ნიკო. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ, რომ მოგვეცა საშუალება, რომ ვსულიყავით თქვენთან დიდეულ პიროვნებასთან და ინტერვიუზე დავგვდახვდით. ფერემა სადამდე სისქემისა. ეს საღებავი არის სულ? საღებავია. ეხლა მეგონა ეს პენოპლასტი არის და ზემოდან სულ საღებავია, თვითონ მუშაობაში გაწმენდა, მუშაობაში ასე გასკევდა და იგი გახდა მძიმე. ეს ისტორიული პალიტრა, ამ სისქე პალიტრა. ეს ახალი ნამუშევრები, რომელზეც ახლა ესე დაწყებული აქვს. ეს დაკვეთებია, უბრალოდ უნდათ აი მას დაკვეთა რახანანი. აი თემატიკა ახლა როგორ შეიძლება თქვა ეს აღწეროთ ეს ნახატი? მოცეკვავი ქალი. ის არის ქალი ბავშვით. დედა ბავშვით, ის სხვა თემა, ის სხვა რამე. ახლა ამ ნამუშევარზეც პარალელურად მუშაობთ რამოდენიმეზე, ხო? ხო, იმავე სად როგორ მოითხოვს. ფორმატები განსხვავდება, მე როგორც ხედავ, ხო? ახლა სხვადასხვა ფორმატები გაქვთ პატარა ზომები, დიდი ზომები. მეტრას, მე ახლა მეტრაზე მეტიც არის, ახლა ის დაწყებული ვერ დავამთავრე, ახლა მეტრა ნახევარზე მეტი ფერწერას არ ვხდება. მეტრა ნახევარი. სტილის მიხედვით თუ არის, ანუ აბსტრაქციაში შეიძლება მეტზე გაიშალოთ, ხო? მეტი თავის. ხო, იტანს, მაგრამ თემატიურები ახლა გააჩნია, ახლა მე პატარა სახელოს რომ მქონდა გავყიდე და ახლა რომ მუშაობდი, ახლა მოლთ ვერ გავაკეთე. დროც მეტი დაჭირდება, რამდენი დრო ხო. პატარა ზომები. ზედათ ეს თან კომფორტულიც არის. არა, აი ეს არის მოტივი სახლი. ეს სავლიანი ერეკლი, ეს ვაჟა უთარაშვილია, ეს ლეკიშვილი არჩილი, ეს მალხაზ ამაშუკელი, ეს მე ვარ. საფრანგეთის ელიცი საქართველოში. პასკალ მონეტია, ხო? პასკალ მონეტია. ეს აბსტრაქცია. ეს აბსტრაქცია. ეს ილია ჭავჭავაძის უკრას მედალი. გარკვეულ რელიეფს ყოფებთ, ხო, აკეთებთ ესეთ ფაქტურას. ხო, ფაქტურა, კი ბატონო. მონახაც ზემოზომიერება უნდა ალბათ. აბა, კი, ყველა დეტალს თავისებური განგარიშება უნდა. ეს სად როგორი ტონი უნდა დაადო და მე რენ ტონზე რა უნდა დაედო ზემოდან. ახლა ეს საშუალო ტონი იყო, შეიძლება ეს გაძლიერდეს კიდე. საშუალო ტონი. შეიძლება გაძლიერდეს, შეიძლება კიდევ გაძლიერდეს. რთული ფერები გაქვთ ისეთი, რომ აი ეს ერთ ფუნქციის ანუ დაადებთ ფერს კიდე ითხოვს. ზეთი არ გაგაჩერებს. ზეთი ძალიან ბევრს იტანს ზეთი. აკვარელი ძალიან მალე უნდა დაამთავრო, რაღაც რამოდენიმე საათში. ზეთი აკრილსაც აქვს მეტი შანს მუშაობის, მაგრამ ზეთს ყველაზე დიდი. თქვათ ამ ნამუშევარზე ახლა ჯერ ფანქრით არის შესრულებული და არა, ფანქარი აღარ ემჭირდება. ზეპირად, აი ზეღარ როცა თქვი ვიწყებ ფერებს რაღაცა ტონებს და მე იქცევა ფიგურად. მე ამ ფიგურას შეიძლება გადაიქცეს მე აბსტრაქციად. ამას ახლა დავუშვათ შევცვლი რაღაცა ტონსაკი დავდე, ამას იქით გავწე, ამას აქეთ დავდე და უცბად აბსტრაქცია გახდება. პორტრეტი შეცვლი პორტრეტი და გადაიქცევა აბსტრაქციად. ეს საინტერესო მუშაობა ამაში. ფიგურალურში ის უნდა ესკიზი უნდა გაკეთდეს და ესკიზი. ხო, ეს ციგშიც არის სხვათა შორის ამ თქვენ წინ. ხო, ნახატი, კაი, ფერწერული ნამუშევარია, დაახლოებით
70 მეტრ 10-ზე ზომით. 70 მეტრ 10-ზე ესეთია. დავით აღმაშენებელი ეს ქართული ჯარი და ნუ ახლა დავითის თელი მოღვაწეობა. ფერწერული ტილოვა არის ამას. ფერწერული ტილოვა. საკუთრება დღესდღეობით არის როინ მეტრეველის. როინ მეტრეველის საკუთრება. ეს არის დავით აღმაშენებელის ოქროს მედალი ეს თვითონ და აღმაშენებელი დავით აღმაშენებელის პრემია რომელიც აგერ არის. ეგეც წითელი მასში არის დავით აღმაშენებელის პრემია. ეს არის ილია ჭავჭავაძის ესაც ოქროს მედალი. ილია ჭავჭავაძის პრემიაც აი შიგნით არის დაკიდული. ჩემო ბატონო, ეს არის ვარსკვლავი და ეს დროშა ერთობლივია. არის ქართველთა და აფხაზთა შერიგების კავშირი დიოსკურია 2005-ის. ეს და ესაც იმიგივია. ეს არის ოქროს მედალი აკადემიაში ხუთებზე სწავლისათვის. ეს არის ფარნავაზ მეფის ოქროსი ნაწილია ოქროსი მედალი რომელიც გადმოცა ერთ-ერთმა ბანკმა ბაზის ბანკმა. ხო, ეს არის ერთ-ერთი ნამუშევრი საკავშირო გამოფენაზე იყო, ჯერ საქართველოში იყო, მერე უკვე მოსკოვში გაიგზავნა, ესაც ოქროს მედალია. ჩემო ბატონო, ხო, ეს არის ერთ-ერთ გამოფენაზე, რადგან აი პირველი მით არის აღნიშნული, ეს თვითონ ეს არის გიორგი სააკაძის მედალი ბრინჯაოში ჩამოსხმული. ეს სამხატვრო აკადემიის ეს ლომი, ესაც ბრინჯაოშია ჩამოსხმული. ეს არის ნიკოლოზ ბარათაშვილის თვითონ ეს და გადმოცა ეს ბატონმა ოთარ ჯაფარიძე. ოთარ ჯაფარიძე პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის დამოკიდებულება გიორგი სააკაძის ფენომენთან და მარტყოფის ომის შესახებ განხილვისათვის. ოთარ ჯაფარიძე. ხო, აი ეს წიგნთან დაკავშირებით, ხო? ხო, წიგნთან დაკავშირებით. ხო, ეს ფოთთან იყო დაკავშირებული ეს მედალი, სადაც ბრინჯაოა. ნუ ეს არის ძირითადად ეს მნიშვნელოვანი, რაც არის აქ როგორც მედლები. ეს არის კიდე ეს არის ქართული ხელოვნების დესვანი, გადაეცვალიკაში. სახალხო დიპლომატია ერთობა. სახალხო დიპლომატია და ერთობა. ხო, ეს მერიდან. ეს ილუსტრაციებზე ეს არის დავით აღმაშენებელის ილუსტრაცია, როგორც ავთქვით, ეს არის ხო, ქართული ყოფილი. ეხლა ილუსტრაციას მე ბატონიკო წარმოვიდგინე რაღაც გრაფიკულს აქვს, სრულყოფილი ფერწერული გრაფიკული ილუსტრაციები აგერ არის. ხო, ეს თბილისური ყოფა, საქართველოს ყოფა, თბილისთან არის დაკავშირებული, რომელიც არის საკუთრება პასკალ მონიესი. აქ იყო ჩემთან სახლში იყო და შეიძინა ეს ნამუშევარი და მისი საკუთრება. ეს ამაზე უკვე ვთქვით. ეს არის ფიროსმანის მოგენება ფიროსმანზე, მისი ის ტიპაჟები, ის პიროვნებები, რომელიც მის დროს იყო და ერთ-ერთი მოგენება ფიროსმანზე, ყველაფერი მის ცხოვრებას ეხება, მის ყოფას, იმიტომ დიდი მნიშვნელოვანი მხატვარი იყო ჩვენთვის ქართველებისთვის, ფაქტიურად როგორიც არის მწერლობაში შოთაგოსტაველი მხატვრობაში შეიძლება ამაყათ და ესე დამაჯერებლად თქვა ფიროსმანია ჩვენთვის ქართველებისთვის. ამას სოფლიოც აღიარებს. ხო, ეს არის ფერწერული ნამუშევარი, მეგობრები ნავთლუხის ბაზართან. უბრალო ტიპაჟები, პიროვნებები, სადაც ეს ატრიბუტები აქვს და როგორც არის ამათი ყოფა ნავთლუხის ბაზართან. ეს არის გამარჯვებული ქართული მხედრობა. მარტყოფიდან 1625 წელს გამარჯვებული ქართული მხედრობა. გიორგი სააკაძის მეშვეობით და მისი ხელმძღვანელობით. ეს წიგნის ილუსტრაცია არის. ხო, წიგნში არის ილუსტრაცია. ილუსტრაცია უბრალოდ ესეა გადაიღებული. წიგნში უკეთესად არის. ხო, ეს არის ფიროსმანის ობლობა. ობოლი ფიროსმანის დაублებული იყო და მეტყობა ამ ობლობამაც რაღაც გარკვეული დაღი დაასვა მის კაცობას, კარგახელობას და კარგ მხატვრობას და კარგ ქართველობას. ობოლი ფიროსმანიდან რაც ვიცი ფიროსმანის შესახებ ბევრი ვიცი. მკუთხედ დანახული ფიროსმანის შესახებ პირად ნახე ნამუშევარი. ხო, ობოლი ფიროსმანი, დედამისის და იცის რა გამოა მისი. ხო, არა, დედამისი არა, ბებია უნდა იყოს ალბათ რა. ძალიან ცუდ პირობებში გაიზარდა. არა, კარგ პირობებში გაიზარდა. მოდი ეს მარტყოფი ნახოთ, აქ კარგი. კარგად არის ილუსტრაცია. აქ თქვენი ნამუშევრები არის? ნამუშევრები. სულ თლიანად არის. ბევრი აკლია, ყველა არ არის აქ, მაგრამ რაც არის, მაინც ისეთებია რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ნამუშევრები არის.
ხო ეს აღმაშენებელი და აღმაშენებელი ვიცით. ეს არის ერთ-ერთი პიროვნება 1625 წლის ქსნის ომის ერთ-ერთი წინაპარი იყო ელიოს ხერკელაძე. აი ეს პიროვნება. ეს პიროვნება ეს ჩემი დახატულია. აი ხლა გიტყვით საბერტოს ჩემი. წიგნი კატალოგი არის ფაქტიურად. კატალოგი ხო. ალბომია მთელი ყველაფერი აქვს თვითონ რეცენზენტებიც არის ვინც დაწერა და ყველაფერი რაც იქ ეხება რა გოგი ეს ჩვენ კეთილ დედოფალია კაცადებს 12 ილუსტრაცია გავგზავნე მარტყოფის იქ ეთნოგრაფიულ მუზეუმს რაც სააკაძეს და მის ცხოვრებას ეხება ხო, ეს არის ვაჟა-ფშაველა, რომელიც სამართლის საპატიო მოქალაქე გიორგი სააკაძე. ეს არის საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულო სიგელი, გადაეცა ამას როგორც წერია. ხო, ეს არის საფრანგეთში მოწყობილი ერთ-ერთი გამოფენიდან მაშინ ვინ იყო ერთ-ერთი მისი ხელმოწერით არის სხვათა შორის ხო ეს არის თამარ მეფის ვარძი უბრალოდ თამარ მეფე თავის ვარძიესთან ერთად თუ ესეთი კლდოვანი და მთლიან ფაქტორი ესეთი უნდა დიახ ფაქტორი რაღაც ინტერესოა ეს არის გიორგობა არის ხო საინტერესოა არის რამდენადაც ხო გიორგები დღესასწაულია ეს მოციქულები ხო ერთ-ერთი ხელმძღვანელისა და ეს არის ხარჩახუტებული პიროვნება გლეხი ერთ-ერთი რომელსაც ხანჯალი უკავია რომელმაც დაკლას ესა ხარი ესე იგი ამაშიც კი ერთგულია და ქვაბია გამზადებული თითქოს ეცოდება გლოვობს ეცოდება იმშვიდობა ის მაინც ერთგულობს ხარი ესეთი სიმბოლოა ჩვენთვის ქართველებისთვის ის სცენებია ხალხის აქ ეს მიაქვს უფრო მიაქვს ხო აგერ წემსი არის აგერ თელი დეტალებია რა აი მხედრებიც არიან და ესე მისვამენ ახლა იმას დღესასწაულთან დაკავშირებით მოხუცი ქალის სარკე ხო იცი ქალს არ ცილდება რა მოხუცი რა იყოს მაინც სარკე უყარს სარკეთ ჩაიხედოს ჩასახედი ვერაფერი ეს ატრაქცია არის ეს ხევსური გოგონა არის ეს ჭადიჯრელი ქალია იყო ეგეთი დადიოდნენ როცა დღესასწაული იყო და ჟიპი დაურდა ქონოდა ნაზოქი რა ცოტა ისეთი ხერული ქალები ეს ვაჟა-ფშაველა ვიცით ეს ვაჟა-ფშაველა ვიცით თავისი ისინი პერსონაჟი თავის ნაწარმოებებიდან ეს არის ფიროსმანის აღდგომა აი როგორიც დარჩა როგორიც გაკეტა მე აღარ შევხები ვარ აი ესეთ ყავისფერ ესეთი მოწყენილი იმაში ფერებში არა აქტიურ ფერებში გაგრძელებას იხილავთ აქვე YouTube-ზე, ხელოვანთა არხზე. თუ მოგწონთ ეს ფორმატი, დალაიქეთ, დაკომენტარეთ, ეს ყველაფერი YouTube-ზე გააკეთეთ. რაც დაეხმარება ხელოვანთა არხს, რომ ეს ვიდეო უფრო მეტმა მაყურებელმა ნახოს. მადლობთ. მოგესალმებით ბატონო ნიკო. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ რომ მოგვეცა საშუალება რომ ვსულიყავით თქვენ დიდებულ პიროვნებასთან და ინტერვიუზე დავგვდახვდით. ბატონო ნიკო, თქვენ ახლა ხელოვნების სფეროში ვინც არის ფაქტურად ყველა გიცნობთ, მაგრამ არის ახალი თაობა, არის ხალხი რომელიც სიახლოს არ არიან ხელოვნებასთან. ამიტომ ჩვენ ინტერვიუ ისე წავიყვანოთ თითქოს და ისეთ ხალხს უხსნით ამ თქვენ პიროვნებას რომელებაც არიციან თქვენ შესახებ. ამიტომ როგორც შეგეძლიათ თქვენი ბიოგრაფია რომ გვითხრათ აი ესეთი თქვენ როგორც მოისურვებთ მნიშვნელოვანი ეტაპები. მე დავედადე 1953 წელს 17 აგვისტოს ახალგორის რაიონში ნუ-ბეონდელის ტერიტორია ოკუპირებულია სოფელი კორინთა ხერკელანტკარი და სკოლა დავამთავრე სოფელ კორინთოსაც ეძახიან რაღაცა ბერძნული ესეთი სახელით არის ცნობილი
8 კლასი დავამთავრე 1968 წელს. 68 წელს ჩავირიცხე მოსითოიძის სამხატვრო სასწავლებელში. დავამთავრე 1971 წელს. იმავე წელს მოხვდი სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. დავამთავრე 1977 წელს. ოქროს მედლით არის. ხო, ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო მოხუცი მელექსე, რომელმაც მიიღო მაღალი შეფასება კომისიის მიერ, სამხატვრო აკადემიის დიპლომების დაცვის კომისიის მიერ. შემდეგ იყო შემოქმედებითი ასპირანტურა, 3 წელი სწავლობდით იქ, ხელმძღვანელი იყო უჩა ჯაფარიძე. და იყო ის პერიოდი ახლა საბჭოთა კავშირს უკავშირდება, იმ პერიოდს უკავშირდება და სხვათა შორის ახლა უნდა ითქვას სიმართლე, რომ დახმარება ჰქონდა ჩვენ მოსკოვიდან, ესე იგი ნატურები უფასოდ, საგებოები უფასოდ იყო ჩვენ ბატონო თვითონ ჰქონდა ესე იგი ხელფასი ჰქონდა რა ქვია ესე უზრუნ ის 3 წელი ისეთი კარგად და მშვენივრად რაღაცა ისეთი შინაარსო ნაყოფიერად დავამთავრე, თუმცა სწავლობდით ეს ხატრები თუ საჭირო ვიტყვი, დღეს ბევრი არის, რამოდენიმე გარდაცვლილია. ხო და იქიდან აი ბევრი რაღაცა დადებითი მოხდა როგორც ჩემს შემოქმედებაში, ასევე დანარჩენი მხატვრების შემოქმედებაში. ხო, ეს ნამუშევრები რაც იქნებ გავაკეთე ამ 3 წლის მანძილზე, წაიღე და მოსკოვში ერთ-ერთი ნამუშევარი მოხვედრილია. ეს ნამუშევარი იყო ზეიმი მთაში. მოხვედრილია ტრეტეკოვის გალერეის საცავებში, იქ არის შენახული მოხვედრილი, თქო რაღაცა ეს პერიოდული გამოფენებზე ალბათ გამოიყენება. ჩემი უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი წინსვლა მოხდა 2003 წელს, როდესაც სამხატვრო აკადემიაში მოეწყო ჩემი პერსონალური გამოფენა. ხო, მაშინ მე სამხატვრო აკადემიაში მუშაობდი 1999 წლიდან 2007 წლამდე. ჩინეთი წლის მანძილზე. ამ პერიოდში მოხდა ჩემი პერსონალური გამოფენის მოწყობა. რექტორი იყო ბატონი სოსოქოიევა, დიდებული პიროვნება. საინტერესო მხატვრები აკადემია იმდენად ბევრს იძლევა სტუდენტებისთვის და საერთოდ ურთიერთობისთვის, მხატვრებისთვის, პედაგოგებისთვის, ამ ურთიერთსაერთოების გამონახვისთვის, რომ ბევრის მანიშნებელია სამხატვრო აკადემია და ასევე იყო ჩემთვისაც. რაღაც აღმავალი პერიოდი იყო იმ გამოფენიდან, მე გაიროში მოეწყო ისე პერსონალური გამოფენა, იქიდან დაემატა და რაღაცა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. მხატვრის მთავარია არ უნდა გაჩერდეს, აი მხატვრის გაჩერება აღარ მუშაობა, ან ვერ მუშაობა რაღაცა მიზეზი იმისა, რომ ვეღარ მომახერხე, ვეღარ იმუშავე, ეს უკვე რაღაცა ისეთი მცირედი დანაშაულია, იმიტომ რომ როდესაც მხატვარს ელოდება პალიტრა, ფუნჯები, იდეა, ტილო, მისი გაჩერება არ შეიძლება, ან ფერი გაუხმეს პალიტრაზე, ან ფუნჯი გახმეს, ეს უკვე ცუდი მანიშნებელია, არ არის მისაღები. საერთოდ მხატვრები ასე თვლიან, ახლა მე ვისთანაც მეგობრობ და ურთიერთობა ვისთანაც ამაქვს თითქმის თანამოაზრეები ვართ ამ საკითხებთან დაკავშირებით. გამოფენა ისეთი რამეა, რომ აი პერსონალური გამოფენა, ჯგუფური გამოფენა, რესპუბლიკური გამოფენა, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო. ესე იგი საბჭოთა პერიოდში იყო რესპუბლიკური გამოფენა, საქართველოში ეწყობოდა და მე იყო საკავშირო გამოფენა. რესპუბლიკური გამოფენა მაქვს მოწყობილი დაახლოებით 15 ეგრე არის მონაცემები და საკავშირო გამოფენა მაქვს 6, რომელიც მოსკოვში ხდებოდა. საკავშირო ახლა მეტამშრომელი იყო მაშინდელი სისტემასთან დაკავშირებით. ხო, იქ ფულადი დახმარება იყო, ფულადი გადახდა იყო ნამუშევრებისთვის და რაღაც გარკვეული დადებითი მნიშვნელობები ჰქონდა. მნიშვნელოვანი რა არის კიდევ რომ ესე იგი, როდესაც მხატვარი აწყობს პერსონალურ გამოფენას გალერეაში, ერთადერთი ახლა მხატვარი მაშინ თვითონ ავტორი ჩასაფრებულია და უყურებს, როგორ შემოდიან ეს მაყურებლები და როგორი შთაბეჭდილება უნდა დატოვოს ნამუშევრებმა და გაფაციცებს და გრძნობიერი თვალით უყურებს ამ ყველაფერს. თავარია ნამუშევრებმა ან ერთმა ან ბევრმა და შეიძლება სულ მაყურებელი უნდა გააჩეროს. უნდა საკუთარი თავი აყურებინოს, ესე იგი ზერელეთ არ უნდა ჩაუვალოს გამოფენას, აი ნამუშევრებს, ან თითოეულ აი ზერელეთ როცა ჩაუვლებს და არ შეხედავს ესე ნამუშევრმა არ მიიზიდა ყურადღება ვერ მიიპყრო რაღაცა მაყურებლისგან. თუ ნამუშევრმა გაგაჩერა და გააჩერა მაყურებელი, ეს არის კაი ნიშანი. თუ გააჩერა. იმიტომ რომ ახლა ყველა ნახატს თავისი მაყურებელი და თავისი
რაღაც მომწონე ყავს, მაგრამ ნუ წესი ესეა, რაღაცით თუ ესე თუ ნამუშევარში რამე არ ჩაიდო ესეთი კარგი მნიშვნელოვანი რაღაცის განცდა, რამაც ეს ნამუშევარი ავტორს დაახატინა, ესე თუ რაღაცა ტკივილი არ ჩაიდო, რაღაცა დარდით, რაღაცა წופლით თუ სიყვარული რაღაც არ ჩაიდო, ესე თუ ვერ ჩაიდო ესეთი ნამუშევარი მაყურებელს ვერ აჩერებს. რაღაცა ის სიყვარული უნდა იყოს არ ქვეყნის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, მიწაწოლის, ისტორიის, ჩვენი წარსულის იმ ყველაფრის, რასაც ქართულობა ქვია. ნუ ესე ამ წესზე ვარ დაყრდილი, აი ფიროსმანი თავის ტრადიციულ კახურ ქართულ ტრადიციაზე იყო აღზრდილი და იმიტომ წელნაცადკე ესე იგი ერთ-ერთი პირველი როგორც წელობაში რუსთაველი ვამოყვრთო ჩვენ ფიროსმანი ყავს მხატვრობაში. ამას მნიშვნელობა აქვს. მithomedes თვითონ თავისი ფიროსმანი თავისი მიწაცლისაგან თავისი სამშობლოდ არაფერს არ ითხოვდა. აი ნივთიერად რამე დახმარებას რაღაცას არაფერს არ ითხოვდა, იყო წყნარად მუშაობდა ასეთი რაღაც ესეთი არკეტულად. მაგრამ უამრავი შედევრი დაუტოვა ჩვენს ქვეყანას. ეს მუზეუმებში ეს ნამუშევრების და ზოგ კიდე კერძო კოლექციებში. დიდი პიროვნება იყო. ეს არის ეხლა მხატვრობა ის მაინც ინდივიდუალურია ჩემი დამოუკიდებლად. ჩვენი ხელოვნება ეს არის დაუშვათ აი ხმამაღალი რაღაც აქტიური რაღაც ემოციური რაღაც ეს დინამიური ხელოვნება არ არის. დინამიკა ჩვენში ის არის ამ სიცუმეში უნდა გამოხატო ის რასაც გრძნობ რა განცაც ეუფლება მხატვარს სიცუმეში უნდა ჩამდეს. ესე იგი ოდნავ ხმაური არა ესეთი თვითონ პროფესია ეს მოწოდება უფრო მხატვრები პროფესიაც არის მაგრამ უფრო მოწოდებაც არის. ამა ეს თავისებურად აყალიბებს მხატვარს. ეხლა მე ვიცი ჩემი თავიდან გამომდინარე როცა ნამუშევარი მე შედარებით საინტერესო კარგი და მნიშვნელოვანი გამოსულა 3 ან 4 დღე შეიძლება მეტიც კაი ხასიათს ესე იგი რაღაც მიმაღლებს. არის რომ ნამუშევარი არ გამოდის წვალება ჭირდება გადაკეთება შეცვლა რაღაც დამატებები ჭირდება და სანამ ამას მიაღწევს მხატვარი უდიდეს ენერგიის დახარჯვა ხდება. როცა გაწვალდები აი პიკასო ამოდორა ნამუშევარს რამდენჯერად წაშლიო და მე გაგრძელებ მუშაობას აი მაშინ გამოდის კაი ნამუშევარი. როცა წაშლი და მე ისევ გააგრძელებ. აი იოლად რო დაამთავრე ნამუშევარს აი მალე რო დაამთავრე და რაღაც უნდა ერთი განწყობი. აი ის ცოტა ნაკლებად რაღაცა ისეთი და ის წვალება უნდა ჩანდეს, აი რაღაცა წვალება და თითქოს არ წვალება რაღაც ისეთი ენერგია უნდა ჩანდეს, აი როგორც ლექსში არის რაღაცა სხარტად მოცემული სიტყვებით გაგზავნეს იმ ლექსის იდეადეს. ეს პოეზიაში, მხატვრობაში ეგრეა. ემოცია ხოლმე აი ჩვენი ემოცია. ეს ცოტა ისეთი ფსიქოლოგიური დატვირთვა სიტყვას ხოლმე. ბატონო ნიკო, რომელი თაობის მხატვარს მიაკუთვნებდით თავს, აი როგორც ჩამოყალიბდით, აი როგორც შემდგარი მხატვარი რა თაობას? როგორც დღეს ასია ცნობილი 80-90-იანელებში ჩემი ასაკის მხატვრები ამაში გადიან. აი იმ წლების ამ რანგში დავდივარ ჩვენ. თქვენი თანამედროვე მხატვრები თქვათ, რომლებთან ერთადაც თქვენს აი ერთად რო დაიწყეთ რამოდენიმე ესეთ ცნობილს ის თქვათ თუ დაგვისახელებთ ერთ-ორს ან კი არიან მხატვრები ერთად რო დავამთავრეთ მოსითულის სასწავლებელში ერთად სწავლობდით შემდეგი აკადემიაში არიან ახლა ყველასთან საერთენის გამონახვა ცოტა ისეთი არ ხდება ხოლმე მაგრამ ის თანაც ხდება შრომელი ხალხია მხატვრები საერთოდ არის ჩანს აი ეს ჩემი იმითი არ მომმარტო აი თვითონ აი ჩანს აი რაღაცა მოუწყრავი ენერგია აქვს აი დღე-დღე მუშაობენ აი რამე ნახავთ რომ დაუშვათ შეიძლება ნუ სადაც მხატვარი ცხოვრობს სახელმწიფოში ან სადაც სამში ცხოვრობს მხატვარი იქ შუქი ყამე შეიძლება 2 საათზე 3 საათზე 4-ზე და გვიანობამდე იყოს ამბები ეს შრომა უყვართ იმიტომ ამბობენ რომ დაუშვათ შრომელია და ნიჭიერია მაგრამ ზარმაცია ნიჭიერ ადამიანს ზარმაცი არ ახლავს ერთმანეთს ვერ ეგუებიან თუ ნიჭი არის ის ნიჭი ისე ამუშავებს არ მოგასწორებს ხო ეს ნიჭისთვისება არიან ეგეთი მხატვრები, იგივე ბურამ ცერცვაძე და მოდელი მხატვართა კავშირის თავმჯდომარე არის. ბურამ ცერცვაძე არის ირაკლის სოფიძე, არ ვიცი როგორ არის, ცოტა ვერ იყო ამ ბოლო ხანებში კარგად. იგივე კახა გიგალური, ძალიან საინტერესო, კარგი პიროვნება. არიან კიდევ ბევრი სხვები. დიახ. ბატონო ნიკო, აი ესეთი კითხვა მქონდა თქვენ ფაქტიურად ნაწილობრივ კი ახსენეთ, მაგრამ აი როგორ ზღუდავდა საბჭოთა ცენზურა, თუ ზღუდავდა და
რა გავლენა მოახდინა თქვა თქვენ შემოქმედებაში თუ თავისუფალი იყავით თქვენს ხატვაში იცით როგორ იყო თუ იყო რა ახლა ვალდებულება იყო იქ როდესაც თემატიურ გამოფენები უნდა გახსნილიყო მაშინდელი პერიოდი საბჭოური პერიოდი ახლა რევოლუციას ეხებოდა გასაბჭოების 1919 წლიდან სამამულოს ეხებოდა ეს თემები იყო უბრალოდ ამისი მიზადებოდით 3 ან 4 თვე ხანდახან მეტი რომ გამოფენებზე ან გამოფენაზე მოხდა ნამუშევრების ეს 3 ის იყო 3 ტური ესე იყვნენ გააკეთებდნენ ნამუშევრებს ხატრები მეც მათ შორის გააკეთებდა და ნამუშევრები ვერ მოხდრილა გამოფენაზე ვერ მოხდრილა კომისიას არ მიუღია დაუწონი არ მიუღია მაგრამ შემდეგ გამოფენაზე მოხდრილა ან შეიძლება კიდევ ვერ მოხდრილიყო ეს ესეთი პრინციპი იყო რაღაცა უბრალოდ კლასიკური მიდგომა იყო რაღაცა თემა რაც თქვენ საბჭოური თემა უნდა ყოფილიყო რასაც ფულს იხდიდნენ ცხადიას ჩოლებრივად მოვლენა იყო მაგრამ ეს შეიძლება ითქვას რაღაცა ზანდატანებითი თითქოს მაგრამ ვალდებულება იყო უნდა გვემუშავენ თემებზე რა თემაც სისტემა იძლეოდა პარალელურად შეგეძლოთ თავისუფალი თემა თქვენ რაც გსურდათ ხო? კი რა თქმა უნდა სახში ყველა მხარე თვითონ მუშაობდა ინდივიდუალურად დამოუკიდებლად ყველა თავისი ინტერესები და თავისი სურვილებით მუშაობდა ცალ-ცალკე ეს თემა ასეთი იყო და სახში მუშაობა ინდივიდუალური იყო რასაც გინდა როგორც გინდა ხატვარი მაინც ხო დააბადა დედამიწა მაღლაზე საერთოდ სა და ღმერთი რა თქმა უნდა თავისუფალი ანუ ხატვარი ვითარდებოდა მაინც არ იყო მარტო დავალების მიხედვით ხატა კი ხო ხატარს ავითარებს თავისი შრომა შრომის მომხმარება ეგ არის შრომა ისეთი რამეა რომ აი შეიძლება ნიჭი ძალიან კარგია პირველია მაგრამ შრომელად შრომის გარეშე ის ნიჭი ვერაფერს არ აკეთებს აი ჩემი პედაგოგები იყვნენ სერგო ქობულაძე აპოლონ თუთაფელაძე უჩა ჯაფარიძე თვითონ და ლევონ ცოცხილიძე კიდევ სხვაებიც იყვნენ მაგრამ ეს გამორჩეული პიროვნებები იყვნენ აი სერგო ქობულაძე ამბობდა რაღაცა სხვა პედაგოგი მყავდა მაგრამ თხოვე რომ მასთან ყოფილიყო ნუ 3 თვე მომიწია მასთან ყოფნა მეტი არა და ის ამბობდა რომ ნიჭი არის მხოლოდ ისა რომელიც თავის თავს გავს თავის პირად თვითყოფადობას გავს თუ ნიჭი გავს იმას და თავის თავს არ გავს ის ნიჭი არ არის ნიჭი განისაზღვრება და ფასდენი თუ თავის თავში არის მსგავსება ეს არის სერგო ქობულაძის სიტყვა საინტერესოა უდანო კითხვა ზუსტად ეგ იყო მასწავლებლები და ხატრები რომლებმაც თქვა გავლენა მოახდინეს თქვენზე მასწავლებლები კი გვიხსენეთ აი ხატრებსაც თუ ახსენებთ იმ პერიოდში თქვენ კი ეხლა აი ბერძენიშვილი მერაბ ბერძენიშვილი ნევგუ ჯამაშუკელი მოქანდაკეები ეხლა ხატარი ნახატები შემოქმედება ისეთი წესით ისე კეთდება რომ არ არსებობს გავლენა მოახდინოს ამ დამწყებ ხატვარზე ანუ სტუდენტზე ანუ ჩამოყალიბებულ ხატვარზე ის ნიჭი ისეთი რამე გავლენას ახდენს მაგრამ ეს გავლენა ისეთი არის შეიძლება ეს გავლენას რაღაცა მეგზურად საერთოდ გამოიყენო რომ გჭირდება მაგრამ თუ ის გავლენაში დარჩა ბოლომდე ხატვარიან მოქანდაკე ანუ სხვა დარგის დომინსტაცია ეს ცუდი შენი არ მადარჩა ის არის რაღაც ერთგვარი საზდო დროებითი საზდო რომელიც მოგწონს ეხლა ნორთმენა გავლენა რაფაელის იყო რაღაც გარკვეული გავლენა თვითონ მიქელანჯელოც იყო თვითონ ლეონარდოც იყო სამრო ბოტიჩელი საერთოდ იტალიანი მხატვრები ეს თვითონ ის მასწავლებლობა თავის დროს ეს მასწავლებელია რაც პედაგოგები აკადემიაში ის თავისებურ გავლენას ახდენენ მაგრამ ისეთი გავლენა არ უნდა მოხდეს და უშუალოდ ის გზიდან აცდეს და უშუალოდ მიმართულება შეცვალოს აი სტუდენტს ჭირდება იმდენი დოზა ისეთი თქმა და იმდენად თქმა რომ ის გარკვეულ საზდოდ გამოადგეს და არა გავლენაში მოაქციო და აი რახანა ისეთი დააკაბელო აი ხო ეგ ცოტა არის სტუდენტმა იმდენი რომ მოგისმინოს რამდენიც მას ჭირდება აი რაღაცა დემაგოგიურად თავს მოხევად რა ინათვარას ეს მიუღებელია არ არის ჩვენ ასე ვჯეროდით ხოლმე პედაგოგები რაც აკადემიის სამხატვრო გემოში ვასწავლეთ აი სერგო ქობულაძე რო შემოდიოდა ჩვენ აუდიტორიაში ვიჯექი და ხატავდით ხო შემოდიოდა იყო წნარად ჩუმად ნატურა იდგა მოდელი იდგა ჩვენ უყურებდით და გვიყურებდა ყველას გვიყურებდა ჩვენ თითოეული რამდენად ვიყავით ჩართულები მოდელთან რა რეაქციითა და რა მონდომებით რა დამოკიდებულებით აი თუ შეგვამჩნევდა რომ ესე ჩართულები ვართ ისე რომ ახლა მოდელთან ავარ და საბოლოო სხვა ფიქრებში არ ვარ სერგო ქობულაძე არავისთან არ მივიდო და არანაირ შენიშვნას არ მისცემდა. აი დასვენება როცა შესვენება იქნებოდა და ნატურაც ისვენებდა. აი მაშინ ინვესტანტ მიზაცოლებისთანაც იყო მივიდო და მაშინ ეუბნებოდა საქმეს.
აი დავუშვათ პროპორციულად რაღაცა თვითონ ზომიერად ან კომპოზიცია რაღაც არ არის სწორად დაყენებული ან თვითონ კომპოზიციურად ფიურად არ არის მორგებული ფორმატში რა აი მაშინ ეთქოდა როცა ისვენებდა ემოციაში არ შეუშლით აი ემოციიდან არ გამოიყვან არ გამოდიშავდა ეგეთი პიროვნება იყო ეგეთი ქობულაძე აპოლონ ქუთათელაძე უჩა ჯაფარი ეგეთი ლევან ცუცკივიძე პიროვნება აი ურთიერთობა მქონდა მასთან ეს პიროვნება ხაზით ჩამოთვალეთ პედაგოგები იყვნენ გარკვეულ პერიოდში თვითონ სერგო ქობულაძე უჩა ჯაფარიძე აპოლონ ქუთათელაძე აპოლონი რექტორი იყო ახლა ისეთი პედაგოგები საჩაუტარებია მაგრამ შემოვიდა და ხოლმე და დაგვათვალიერებდა მე აპოლონზე მოვწერდი საინტერესო მოვლენა და ლევან ცუცკივიძეც ესეთი იყო ეს შემოდიოდა აუდიტორიაში და ვიყურებდა ვინ რამდენად თვალებში აკვირდებოდა თუ იგრძნობდა შენ იმ დროს რომელიმე სტუდენტი მისული ისე რომ დრო გაიყვანოზე თვითონ მისულია იმ წუთას იმას შენიშნა მიცემ და რახან არახარ შენ სამუშაოდ მოსვლდა მზად არახარ ამისთვის ზადი გავძანე და ისინი როცა იქნდათ შემოდიდა ნატურალურად კაცრი ყოფილა ლოგიკურია ლოგიკო სამართლიანი იყო იმიტომ რომ მოხედი ერთ და ზიხა და შეიძლება ილაპარაკოს ხას ხელი შეუშვა არ გინდა გარეთ დაისვენენ მე შემოდიდა იმუშავა აი აპოლონ ქუთათელაძე ერთი საინტერესო პიროვნება რამდენად ახლა ის თაობები ხო დიდი თაობები იყო კაც იმაზე აღიზარდე ჩვენ მათი ის მადელი გადმოვიდა ჩვენზე და აი მე რო სტუდენტი ვიყავი 1971 წელს მოხვდი ჩავირიცხე აკადემიაში სხვა ფაკულტეტზე ვიყავ თვითონ გადამიყვანა თვითონ აპოლონის მეშვეობით გადამიყვანეს ფერწერაზე პედაგოგიურზე ვიყავი და მე ცოტა ნაკლებად ისეთი იყო ეს უკვე ისეთი იყო ფერწერა საფრთხელოვნება ცოტა ისეთი იყო მაღალი რეიტინგის დარგები იყვნენ ხო და გადამიყვანეს პირველი წელი დავამთავრე პედაგოგიკაზე ამ ფაკულტეტზე და მეორე წელი უკვე ფერწერაზე გადამიყვანეს და როგორ ზაფხულის პერიოდში ხალხ ცოტა ოჯახიდან არ ქონდა ის საშუალება ნივთიერად ცოტა მიჭირდა ხოლმე და ზაფხულში მუშაობდი რომ მორჩებოდა ეს სწავლა ყველაფერი პრაქტიკა მე მუშაობდი თბილისში მაშინ ასფალტებს აგებდნენ ასფალტები იყო პრარაბს ეძახდით ხო იმ პრარაბთან და ვიწერდი ხელფას 3 თვე ან 2 თვე მუშაობდი რომ მე მყოფნებოდა თვითონ მთელი წლის მანძილზე და ეხლა სტიპენდიაც ჰქონდა ერთი პერიოდია ზაფხულია ჩემ ბატონო ივლისის ბოლო რიცხვებია და გევართ დღევანდელი ცისფერი გალერეის მოპირდაპირე მხარეს ვაგებთ ასოებს. მე კატოკი მიკავია, ნუ ეს აგოროებსა. მე მევალებოდა ეს კატოკი ნავთით ან ბენზინით არ გამეწმინდა, რომ ეს კატეგორია კარგად მოეხდინა და ამაზე ვარ, ამას უყურებ და ვასუფთავე და გავიხედე ჩემგან მარჯვენა მხარეს გალერეის ცოტა იქით სასწავლო თბილისი რომ იყო, იქიდან მოდის აპოლონი, ჩემი დირექტორი, მაღალი კაცი იყო, კაი შეხედულები. მოდის დავინახე, უყურებ, აბა რექტორი მოდის რა, ახლა როგორ ხასედზე დადგები და მოდის და ახლა თავს აღარ ვაცილებ რა, ნუ ის აღარაფია, შეპრობილი ვარ. ხო და რომ ცოტა მომიახლოვდა ახლა მე იმას კი ვერ ხედავ, ისაც ამხედავს. ხო და რომ ცოტა მომიახლოვდა ვიგრძენი, არა შევატრიალე თავი და ის მე სარვაჭკა ეგეთი. წავიფარე თავი. არ გინდოდათ რომ ეცანით. და მეთქი გაიაროს რა, მერიდებოდა. ხო და პატარა ხანში ისე ჩავწქერი ამ კატოქს და დავინახე რომ შენი ხო ხევი დამოდო ვიღაცა. მეთქი ვინ ახლა ეს პრარაბია თუ რაღაც არა შემოვიხედა აპოლონი არ მოგწევს თელაძე და შევხედე რაში მომიკითხა რა მე რა შევიდა ნუ დარწმენილი ვარ ახლა დგევარ ახლა დასარწმენი რა მქონდა მაგრამ მაინცა ხო და დაუძახა მე ამ პრარაბს საკითხთან წარმომებელი მას დაუძახა და უთხრა რომ ეს ბიჭო ჩვენი სტუდენტია და ცოტა მეტი გამოუწერე ხოლმე არ ისედაც კარგად უწერო კარგად მუშაობსო და ნუ მიწერდენო კარგად დამატებებს მე დაიწყო სწავლა იწყო და 1 ოქტომბერს. ხო და ავიღეთ სტიპენდია 40 მანეთი იყო მაშინ. ავიღეთ სტიპენდია ხელი მომაწერე სტიპენდია ავიღე და მე მეორე იმაზეც მომაწერინეს ხელი ამ იმაში ბუღალტერიაში. მომაწერინე ხელი და ეს 40 მანეთი კიდე დამატებით ეს პენსიაც არკე ის არის სტიპენდიაც კიდე ეს დამატებით კიდე 40 და ეხლა გამიკვირდა ვერ შევეკითხე მერიდებოდა და ავედი კათედრაზე ქალბატონ ელზა ხოსიტაშვილთან ლაბორანტად. უთხრა ეზერდა ეს რატოა მეთქი ეს ორი და ეგაო შვილო აპოლონმა თავის ხელფასიდან დაგინიშნა. თავისი ხელფასიდან დაგინიშნა. და ეხლა მოდი და ეს ადამიანები გიყვარდეს პატივსაცემი და ადამიანმა იარი ამ ქვეყნად ისე რომ ამ ხალხის ესეთი ადამიანები დღესაც დადგა. აი რო შეგხედათ შრომობდით გულთან მიიტანა და დაგიფასოთ ასე ვთქვათ. დაგეხმაროთ ეს. ხო, თავისი 8 წელი და მე დამინიშეს მოსეთოიძის სტიპენდია მე მქონდა კიდე დამატებითი სტიპენდია.
ეხლა ქირას ვიხდიდი, მაგრამ იმდენი ფული მქონდა იმ პერიოდში, ხებს ვხდიდი მე ქირას. ჩემს ახლობლებს თანაჯგუფელებს. აი ესეთი ადამიანები რო შექმნებიან ცხოვრების გაზე, მე ორიენტაციას ვეღარ დაკარგავი, რაღაცა რო ორიენტაცია ახლა გზიდან სადაც ვეღარ უკვე ესეთი თარაზო გაქვს სინდისის თარაზოც ის გადაყენებული რომ უკვე უფლებას აღარ მიცეს აქ თარაზო რამე ესეთია ვინმეს რა მივარყოფით რაღაცა შენს გინდა ცოტა მაინც მის მსგავსად მოიქცე ცოტა მაინც ოდნავ 10% ნუ 10 ბევრი 5% მაინც უნდა მოიქცე მაგალითი არის და მაგალითი როგორ წინ თავაში იყო ეგეთი ადამიანები იყვნენ ეთქობა ანუ ეს იყო ჩემი იყო ეგეთი შრომად ასდება და რაღაცა ყოველთვის ესე უბრალოება რაც მე და თავდაბალი ადამიანი და ადამიანის თავდაბლობა იმას არის რომ საქმესთან იყოს შორს საქმესთან პირველი ურთიერთობა და მე თავდაბლობა საქმე უნდა გიყვარდეს ძალიან ჩამდეს რომ გიყვარდა მისთვის აი თავდაუზრდელად შრომა რაც კი საქმე ავალია ნუ ნებისმიერ ადამიანს მაგრამ ხატობაზე ხარ ხოლო თავდაბლობა იმასთან საქმეში დიდი შრომა გულმოდგინება და თავდაბლობა ნიკო რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით აი ესეთ ნამუშევრად რომელმაც აი თქვა ყველაზე ცნობილი ნამუშევრებად რო აღიარდა საქართველოში დიახ თქვენ ნამუშევრები და გამორჩეულად თქვენთვის რომელი ნამუშევრებია გამორჩეული აი საეტაპო ნამუშევრები რო ვთქვათ რაღაც ცვლილება გარდატეხა რო შეიტანა თქვენ შემოქმედებაში აი ესეთი ბევრი კარგი ნამუშევარი გაქვთ ერთმანეთზე უკეთეს მაგრამ რაღაცით რომ განსხვავდებიან თქვენ რომელს ახსენებთ რომელს გაიხსენებთ ну ხოლმე ისეთი ნამუშევრები ყოველთვის არის ხსოვნიდან არა მოკრება არასოდეს გახსოვს უმახსოვს ხლა ყველაფერს და იმახსოვრე როგორც ახლა პოეტს ყველა ლექსი არ ახსოვს მაგრამ ის რაც გამორჩეულია იმას იმახსოვრე შენ თვითონ გამახსოვრებ თავის თავს ახლა ვაჟებშეველა მოამრავი თავის ნაწარმოები ვიცით მაგრამ ყველეთ კარგები სტოვარვასწილი ალბათ კეთილაური არწივი გველიფჭამელი და ბახტრიონი ახლა გამოკეთილად ახლა გამოფესხები არ ქონდა ბევრი ქონდა მაგრამ რაღაცა ეს გამოკეთილად ეხლა ეგეთი ნამუშევრების ხელოვანი ყოველთვის აკეთებს და რჩება იმ ხსერებაში რომ ვერ დათმობს ვერ გაიმედ როგორც შვილს ვერ გაიმედებ იმ დაგვარად ცოტა გიჭირს რომ გაყიდო თუ არ გაიყიდა ვერ ვიარსებთ ხო მაგრამ აი ესეთებს ვერ ველევით ახლა ეგეთი ნამუშევრები ჩემი იყო აი თვითონ კეთევან დედოფალი თამარ მეფე გიორგობა აი ვაჟაფშაველა რომლებიც სახში გაქვთ და არელებით ხო ვერ ველევით თვითონ აი ეხსარი ესეთი ეხსარი პიროს მოგონება პიროს მოზე არის ერთი 4 ჯერმა ფილოსოფიის ნამუშევარი მაგაკეთებულია 4 ვარიანტად ისეთი რომ აი ნუ ვერ რო გავყიდო მე მგონია რომ რაღაცა თითქოს აი თითქოს მარჯვენა ხელი აღარ რაღაცა დამაკლა თქვენი სული და სხეულის ნაწილივით არის რაღაც არის ნამუშევრები რომ კიდე ახლა მანდ აბსტრაქციები არის ისეთი ნამუშევრები თუ არ გაიყიდა სული დამიხედით საცხატავ როგორიც უნდათ ისეც ხატავ რომ ახლა თავი რა არის ეხლა მე მაგალითად ხატავ პორტრეტებს, პეიზაჟებს ხატავ, აბსტრაქციას ხატავ და ფიგურულ ნამუშევრებს, თემატიურ ნამუშევრებს. ეს არის აი ცხენების ხატვა. ეხლა ცხენები ურთულესი ყველაზე ლამაზი ცხოველთა სამყაროში არის ცხენი და ადამიანს შორის ამობენ ქალია რამე. აი ცხენის დახატვა იყო ერთ-ერთი კოკი მახარაძე, ჩემ ბატონო გულისაშვილი, მაისაშვილი, მიტო ხახტაშვილი და მერი ამბობენ ჩემზეც. ხო, ცხენებთან კავშირით არის ეგრე. ისტორიული გმირები, აი რომელიც თქვენ დაგიხატავთ, ისტორიული გმირები, წმინდანები, აი რომ ახსენოთ და თქვათ რატომ ეს პერსონაჟები, უბრალოდ პიროვნებები. ვაჟაფშაველა ვიცით ახლა ფიროსმანი ვიცით. კიდე ისტორიული ერთ-ერთი დიდმოწამე კეთევან დედოფალი ჩვენთვის ახლა საქართველოს ყავს 5 დიდმოწამე. სოფლიოში არის 24 თორს დიდმოწამე 24 და აქ ქართველები არიან 5. ახლა მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სამყაროში 5 რო გეყოლება მცირე რიცხოვანი ეს ახლა პატარა არის. ერთ-ერთი ნომერ პირველი ჩვენთვის კეთევან დედოფალი რამოდენიმეჯერ ყავს ერთი 4 ჯერ სხვადასხვა ვერსიით გრაფიკაში დახატული. კეთევან დედოფალი სიმონ პირველი, როარსა პირველი, თემურაზ პირველი ჩემ ბატონო ეს ისტორიული პიროვნებები ესექსნის ერისთავი
იმერეთის მეფე გიორგი მესამე დიდებული მეფე იყო საერთაშორისო იმერეთის მეფე გიორგი მესამე როსტომ მეფე ეს მეფეთა ისეთი დინასტიები ყავს გაკეთებული და ილუსტრაციები აი მციქშიც არის რაღაცა ნაწილი ჩაგეჭირეთ ბოდიში თქვა იმერეთის მეფე აი რატო გადაწყვეტეთ რომ კონკრეტულად ეს თემატიკაში გჭირდებოდა თუ რაიმე წაიკითხეთ ზეგავლენა მოახდინა იმერეთის მეფე გიორგი მესამე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიროვნება რომელიც აფასებდა სააკაძის ღვაწლს მის ომებს მის ბრძოლებს ახლა გიორგი სააკაძე დაუშვათ ტაშისკარის ომი მართყოფის ომი მარაბდის ომი ქსის ომი ეპიზოდური ომები ასპინძის ომი ხარ თუ ეს ეპოქა თითქმის გიორგი სააკაძის ომებზეა გადასული გადახდილი მისგან არის გადახდილი და ეს ძალიან დიდ პატივს ემნა გიორგი მესამე გიორგი სააკაძეს იმდენად პატივს ემნა რომ ახლა არის ოპონენტები ვიცი მათი გვარი სახელები ვიცი ოპონენტები რა ცოტა ისეთ რაღაცას ამბობენ რომელიც არის ხელი იმიტომ რომ არიან ეგეთები და ისინი ამბობენ ეს გიორგი სააკაძე იბრძოდაო ბაგრატიონებს ბაგრატიონ მეფეებს ებრძოდაო და ლოგიკურად სადღაც ისაც არის ხო იცი ახლა მეფე ღვთისგან ნაკურთხია და ამიტომ ბრძოლა ცოტა ისეთია გიორგი სააკაძე არ ებრძოდა თემურას პირველს მის არასწორ ნაბიჯებს ეწოდა პირველად კი არ ებრძოდა იმიტომ რომ ქეთევანი დაფრიშია და მისთვის ეს ბრძოლა მასთან ბრძოლა ცოტა ისეთი არ ექნებოდა ებრძოდა მის არასწორ ნაბიჯებს იმერეთის მეფე გიორგი მესამე პირიქით რო ცდილობს გიორგი სააკაძე რომ შახაბასის წინააღმდეგ ანჯეყემა მოაწყოს იცის გიორგი მესამე იმერეთის მეფე და არ იცის ამ მხოლოდ თემურას პირველმა გიორგი მესამე იმდენად პატივს ემდა გიორგი სააკაძეს მის შვილს ხვარამძეს ნება დართო რომ გიორგი სააკაძის შვილს ავთანჯი წაიყვანა ცოლად ნიშნობა შედგა ქორწილება შედგა ესე იგი იცოდა გიორგი სააკაძის ყველა მოვლენები ბაზალეთის მოვლენებში მისი ჯარი იმერეთი ჯარი გვერდზია და ხო აი ამ კუთხით და თუ დავუშვათ ეს პიროვნებები ეს ანტი რაღაც ამბებერტო წარმოთქმენ ხოლმე ესე თუ ბაგრატიონს ებრძოდა რატო იმერეთის მეფეს არ ებრძოდა ისაც ხო ბაგრატიონია გამიგეთ ესე იგი იჭედებიან ეგეთი ადამიანი იმიტომ რომ ისტორიულ დისკუსში გადავეშვებთ ახლა ჩვენ ეგ რო გაერკვეს აი კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ეს ასე იყო თქვენი იმდენი ნაშრომი გაქვთ ამ თემაზე მოკლედ თქვენი წიგნით ვარ წავიკითხოთ ჩვენ ესე ორი სიტყვით ამას ვერ აღვიქვამთ აი როგორ დაიბადა იდეა ფიროსმანის მეგობრები აი და აი ლუვრის წარმატების რაღაც ჯილდო ლურთან დაკავშირებით აი ეს ზოგადად ვიცი აი ეს ორი თემა მითხეთ დავიწყოთ ფიროსმანის მეგობრების თემატიკები ხო ლურთან არსებულ გალერეა კარუსელში იყო ეს გამოფენა მონაწილეობდა 600 მხატვარი 2010 წელს იყო აქ გალერეაზე ის არის გალერეა კამია და იქ მოხდენეს ნამუშევარი და ინტერესული პიროვნებები ერთი ქართველი იყო მათ შორის როგავა ხოდა მანაც ეთქვა რაღაც მითითება მისცა და ეს ნამუშევარი იყიდეს ამ ფრანგებმა და წაიღეს მხატვრობის მაყურებლები ხოდა მოხდა აი ლურთან არსებულ გალერეა კარუსელში და 600 მხატვარი მონაწილეობდა და აქედან 15 კაცის რაღაცა ჯილდოც აგებს რო გაჩნიათ საფრანგეთის ეს ის არის აქ ნიკოლე სარკოზის მიერ გამოგზავნილი რაღაც სუვენირები იყო გამოგზავნილი 15 კაცისგან დაჯილდოება მოხდა 15 მხატვრის ერთი მე ვიყავი და განაჩენი სხვა იყო ფიროსმანთან დაკავშირებით ახლა ეს იმდენად დიდი და ესეთი მტკივნეული და არც არ მტკივნეული ესეთი სასიხარულო თემა არის გაიგო ახლა ყოველთვის ახლა ფიროსმანი მან როგორ აი ფიროსმანი თუ ცოტა ესეთი ღრმად არ ჩახვედი მის ცხოვრებაში მის ნამუშევრებთან დიდხანს არ გაჩერდა ჩვენთან მუზეუმში მისი ცხოვრების რამეს თუ არ იგრძენი აი მისი სული სადაც ის იწვა რაღაც ფარდაგი იყო თუ რაღაცა ჭურჭელი იყო ესე იგი ფიროსმანს ვერ იგრძნო რაღაცა უნდა შეგავწიხო და ფიროსმანი იგრძნო და მის თემაზე დაიწყო მუშაობა ეგეთი ის ქონდა განცდა მე ფიროსმანი სულ მაგ ეგეთი განცდა მე გადაცემებიც ქონდა მაშინ ობიექტებში ქონდა გადაცემები ფიროსმანი ერთი ხუთში და ნერჯე ობიექტები და არიხო მე ფიროსმანი ჩემი გადაცემა ფიროსმანზე 11-დან 12 საათამდე ну თუ მოხდება შეიძლება ნახოთ ინტერესანტი ფიროსმანში რომ გაიველი არ შეიძლება ფიროსმანზე არის ფიქრო და იყო მანდ კიდევ ერთი პოეტი დაბოშვილი ხალხური მოლექსი კაცო როგორ დამავიწყე რა ხალხური მოლექსი მე ხა ეთიმ გურჯი მახსოვს ეთიმ გურჯი დაბოშვილი იყო ეს მეანდრეში ხო დაბოშვილი
პორტრეტზეც მუშაობთ ახლა გაქვთ ნამუშევრები პორტრეტის თემაზე, აი ეს ორი თემატიკა და აი მატარებელი, რომელიც თქვენს ნამუშევრებში არის ხო რაღაცა ესეთი მატარებლის თემა. მატარებელი ცხოვრებაში ერთხელ დავხატე. რაღაც რკინიგზის იყო თემატიკა მოვიდა ეგეთი და მატარებელი ეხლა თირასმა ძალიან უყვარდა მატარებელი, საერთოდ მხატვარი ძალიან უყვარს მატარებლის ხატვა. იქ გამერომის მატარებელი და დღე და სხვადასხვა. მე ერთხელ დავხატე. ანუ ერთი ნამუშევარი გაქვს სულ თემატიკაზე, აღარ გაგვივით. თან აბსტრაქციულად დავხატე, ისე თვითონ კლასიკურად არ იყო ეგეთი თემა. ნუ ხატრი დავხატე. მაგრამ თემა ძალიან ისეთი. მოგეწონათ მაინც ახლა, ანუ საერთოდ შედეგი მოგეწონათ რომ მომწონს იმისი. ნახატის ხმა მოგწონთ. ეგრე გაუყურებთ. ელმამას ბოლოს შეს, მაგრამ მე ნახატში თემა საინტერესო. ხატრებს ძალიან უყვარს. ახლა პორტრეტი ისეთი რამეა, ახლა იმ წაგში ნახავთ რამდენი პორტრეტებია, პორტრეტი აუცილებლად პორტრეტი ფსიქოლოგიურად მხატვრისთვის პორტრეტი გენანატურიდან გინერზე პირად ახლა ჩაწოდე პორტრეტისტობა, ეგრე რაც პორტრეტია დაუშვათ ძნელი დასახატი, იგივე დაუშვათ ხელები და ფეხები და თუნდაც ყური, რთული ასეთ. იგივე სახე ხო, ან სირთულეებში გადის ეს ყველა. ეხლა მიქელანჯელოს გროვარულად ახლა იმისთვის ახლა პორტრეტი იყო, ხელი იყო, მოძრაობა მთლიანი ტანი იყო, მეც სირთული არ იყო რანაირად. რაკურსში ესე იყო და ესე ხატავდა იმ სიკვდილის კაპელას. წარმოვიდი 4 წელი რომ ესე დაიწყო ხატოს ახლა ეს სხვა ფანატიკი იყო, სხვანაირები იყო. ეგეთი მიქელანჯელო, რაფაელი, ლეონარდო, სხვა წესით ავდილები იყო. მე შეცდომას, მხატვარი შეცდომას არ უშვებს. შეიძლება შეცდომა დაუშვას რომ ჩათვალოს ის რომ დავუშვას სადღაც პიკნიკში იქეიფო და პალიტრას დავაკეთეს. აი არაფერი არ უნდა გელოდება პალიტრა, უნდა პალიტრასთან მიხედეთ, რომ გამოტვა იცის. აი როგორც ადამიანებს ხო ჩვენია გავიბუდებით, ახლა პალიტრა მიცის, ქალით გაიბუდება. არ დაგემორჩილება აი ფერი იმას ერთის რამდენიმე საათი უნდა ფერებთან იყო, ფუნთან იყო, რომ მე უკვე გაიხსნა შენთან პალიტრა. წარმოვიდგინე ეგეთი რაღაცაც არსებობს. გონება ვერ კონტაქტი ვერ შემოდის, აი ურთიერთობაში ვერ შედიხარ შენ საკუთარ პალიტრაზე, რომელიც წელიწადები ატარებული. რაღაც გავსი გამომეცდია, მეც ვცდილობ ხატო ხოლმე და რაღაც მაგდაგვარი მომენტები მაქვს და ეხა დავფიქრდი რაღაც. კი, გამიტვა იცის ხო, რაი ფერსფერა იღებს, სწორად რა იღებს, მასტეხი. კი, რაღაც არ მიდის. ფუნდი შეიძლება დაგივარდეს, რაღაც რა გემართება. იმიტომ უღა ისა შეცონა დავუში. რატო მიეტოვე? საინტერესოა. ავტოპორტრეტი თუ გაქვთ ნახატი? ავტოპორტრეტი მქონდა ორი გაკეთე, ორი დახატული, არც ერთი აღარ მოხდეს, ეტყობა მოსწონდა და მაჩვენე გაჩქებულებია. ორი ცალი სტუდენტები. ბატონო, ეხლა მე წავიკითხავ ეხლა ეს ბატონმა რეკლენი ქაბაძემ ჩაუმიყალიბა ეს კითხვა. მე უბრალოდ წავიკითხავ და შემდეგ თქვენ გააცნობთ პასუხი. ჩემთვის ახლა ცოტა რთული კითხვები ესენი, მაგრამ ნუ ეს მისი ხედვა არის. ხო. აი ესე ჩამოყალიბა. სათითაოდ განვიხილოთ თქვენი შემოქმედების 3 მიმართულება. პირველი, ნაივორ ფიგურატიული ფერწერა, რომელიც აწყობილია კომპოზიციური სიუჟეტების სახით. მეორე, ნახევრად აბსტრაქტული ფორმის ფერწერა, მიღებული ფიგურის ფერში გაშლით, სადაც კომპოზიცია კრავს ჯერაც ნაწილობრივ წაკითხვად პერსონაჟის ექსპრესიულ ქმედებას. და მესამე, ექსპრესიული აბსტრაქცია, მიღებული ფორმის სრული დაშლით. ფერთა ინტენსიური ტონალობით და შემოხაზული ხაზი, რომელიც ქმნის გეომეტრიულ ფორმებს. რაღაც ეს ერთ კითხვაში რომ გავაერთიან და თქვენ ჩამოაყალიბოთ. აი მე მაგრამ აბსტრაქციული ნამუშევრები რომ გამიკეთებია და კაც ახლა მაქვს ბევრი. აი ფერები ლაგდება ტილოზე, განწყობა ალაგებს, პალიტრა მზად არის, ყველაფერი ინსტრუმენტები მზად არის და ლაგდება ფერები ტილოზე. ალაგდება, ნუ წითელი რაღაცა შერეული დაუშვა ნახევარ ტონები, მუქი ტონები, ჟღერადები, არაჟღერადები დავიგდება და მე შორიდან უყურებ ამას, აი ჩემ გაკეთებულ რაც დავალეგე ფერები ტილოზე. მე უცბად შეიძლება ისეთი მოძრაობა დაინახო ფიგურალური და ის ფერები გარდაიქმნას უკვე ფიგურაში, ადამიანის გინა ქალის გინა კაცის ფიგურაში, შეიძლება ცხენის ფიგურაში გარდაიქმნას, იმიტომ რომ კონტურს დაინახავ რა უნდა მოაკლო და რა უნდა გამოკლო და როგორ დატოვო და ის აბსტრაქციული ნამუშევარი შეიძლება უცბად იქცეს ფიგურული ნამუშევარი. ხოლო ისეთ მოდერნისტულად, შეიძლება ისეთი დეკორატიულად, მხატვრულად. აი თვითონ გაჩვენეს, უნდა უყურო, უნდა ეძებო და რო ეძებ და ცდილობ უკვე დაინახავ. და ვინც არ ეძებს ის არ ვერ პოულობს. ვინც არ აკაკუნებს იმას კარებს არ უღებერო. ეს ზუსტად აი უნდა ეძებო აქ რა შეიძლება გამოჩნდეს, დაგენახება. აი
თვითონ სახე მოძაბა რაღაცა თვითონ დაგენახება ისე რომ ბიჭო ეს აკვდა რა ეს აბსტრაქცია იყო დაწყებული აბსტრაქცია და დამთავრდა ფიგურით. ამ პირიქით შეიძლება ფიგური გინდა ფიგურა დამეხატა მინდოდა დამეხატა ფიგურა უცბად გადავა აბსტრაქციაში. ისე დაალაგდება თვითონ აი ქართული ნათქვამია ფერიფერსა მადლი ღმერთსაო. აი ფერიფერსა არაფერია ყველაფერია. არაფერია ესე არაფერი ვიცით რა შეიძლება ეს სიტყვა, მაგრამ ყველაფერია. ესე ყველაფერით არის შეკობილი. ყველაფერი ან არაფერი. აი წარმოვიდგინე ფერით მეტყველები ესა ფერით ადამიანში. მე მგონა კონკრეტულად ცალკე თუ ხატავდით ამ თქვა ფიგურატიულ ცალკე აბსტრაქციას ცალკე, მაგრამ შეიძლება ერთიდან მეორე გამოვიდეს პრინციპში მუშაობის პროცესში. უმეტესად ეგრეა ხო, უმეტესად ეგ დავიწყებ აბსტრაქციულ ნამუშევრებს, ეს ფერები დავალაგებ, გემონების და მიხედავ რაღაცა ჟღერადი ფერები, მუქი ფერები, საშუალო ფერები, ნახევარი ტონები დაალაგდება და მე რჩება ტილო ის. იმ წუთას მე მორჩი ემოცია განწყობა მოიწურა, ჩემი განწყობა მოიწურა პალიტრასთან, ტილოსთან მოიწურა, მე ვერაფერს აღარ გავაკეთე. უნდა დაისვენე 1 საათი მაინც. თუ არ დაისვენე, ვერ დაინახავ იმას. დასვენება გჭირდება. ამოიწურე, ენერგია დახარჯე, დაიხარჯე ენერგია, მე უკვე დასვენებული ენერგიის შეხედავ და უცბად დაგანახებს იმას რა ჭირდება. დაღლილი ვერ და აი დაღლილი და უკვე ასე ამოწურული ენერგია მოწურული და ესე იგი ენერგია დახარჯული ვერ დაინახა. აი დასვენებული დაინახა და მე ხდება ეგ შეცვლა. სხვა თვალითაც უყურებ. ხო, სხვა თვალზე. ესაა აი ესეთი ქალაქში ძველი თბილისის რაღაც პერსონაჟებიც რო ვახსენოთ ესენი ეს გმირების საიდან ჩნდება ხოლმე ეს რაღაც ბერიკაობის თითქოს თემატიკა ეს ყველაფერი ამას უკვე გამეზნულად ჩაფწერას არ ჩანაფიქრეთ ხატავს თავისთავად. ხო, აი უკვე თემატიური დავშათ მრავალფიგურიანი კომპოზიციები, თემატური იგივე ბერიკაობა, იგივე მოგონება ფიროსმანზე, იგივე კიდევ ამდაგვარი, მაგას უკვე კონკრეტულად აკადემიურად, კლასიკურად უნდა დაჯდომა, ესკიზი ფანქაში მოძებნა, დავშათ როგორ გინდა გადაწყვიტო. ეს სხვა მომენტია, რაც ახლა ვილაპარაკეთ, ეს სხვა მომენტი, იმას კონკრეტულად უნდა მოძრაობები უნდა ფიგურათა უნდა დადგეს, დაყენდეს რამდენი უნდა განაწილდეს ლამაზად ფიგურები და მე უკვე იხატები უკვე ის უნდა რა ქვია წყნა. ეხლა აქ ემოციით მუშაობ და უშად აბსტრაქციას და მე გადაყვანა ფიგურაზე, ამ ფიგურა აბსტრაქცია. ეს ემოციაა. მეტი თავისუფლება გაქვს. ემოციასა და თავისუფლება ხო, მაგრამ აქ უკვე არა, აქ უკვე შეზღუდული ხარ და კონკრეტულად უნდა აჩვენო ის თითოეული ფიგურის მოძრაობა. ეს ბერიკაობა ჩემბოდა იგივე მოგონება ფიროსმანზე, ეს ბიორიკაობა მაგალითად მარკოფის ომის მერე ეს ზეინი, გამარჯვების ზეინი საგადისთან დაკავშირებით ბერიკაობით გადაიხადეს თბილისში. ეს ისტორიულად ვიცი. ქართულ ცხოვრებაშია და იმის გამო გავაკეთე ეს. მონუმენტალური გრაფიკა და ილუსტრაცია, აი თქვენ შემოქმედებაში რა მარტო თქვენ წიგნებზე მუშაობთ ილუსტრაციაში თუ სხვის წიგნზეც მოგიწიათ თქვა? სხვის ამდენი დროც არ აქვს თქვენ გადაარც გამიკეთებია, არ გამიკეთებია სხვის წიგნი და გაუნე ილუსტრაცია არ დამეხატია. ჩემი წიგნები. ნუ სხვის თქვა გინდა თუ გარდაცვლილ ვაჟა-ფშაველას თემატიკაზე, ანუ ხვისწყაოსის თემატიკაზე გამიკეთებია რამდენიმე ილუსტრაცია. ხო, გამიკეთებია. ну ახლა ფსტყავსაც ვერ შეკადრება ახლა ისეთი კორექციებს არ გაკეთებული და ილუსტრაციები ფსტყავსაც ახლა იქ თქვენი ხედვა საინტერესო იქნებოდა. ხო, მე უფრო ფიროსმანისკენ მივიდივარ, ფიროსმანისეული ხედვები რაღაც ერთი ახლა ფიროსმანზე რომ გაივიდე თბილისში არასებობს იქ დუდუკის სხვას მოგეს არა იმ წუთას ფიროსმანი მახსენდება და მოვდიოდი მე სახში უცბად მალე მოსულიყავი. მაკარის აი ფიროსმანზე ახლა ვიცი რომ ამას და გულდასმი დაათვალიერებ ამ წიგნს. დიახ, ახლა მან იმდენი საინტერესო რამე საქედან მივხედა. აი ხო, არის მას მოგენები ნახე. აი ხო, ეს თითქმის აღარ მხედრობა, ქართული მხედრობა, გამარჯვებული ქართული მხედრობა. ნახე, სერგო ფაბულაძესთან რო იქნები, ორი თვე, სამი თვე რამდენიც უკვე იქ სხვანაირად იწევს ადამიანს ფიქრი. ისეთი აღარ ახარ როგორც პარემ რჩეული მხატვრებით ასეთი კითხვაც გვაქვს. ეს რომ დაგვისახელოთ რამოდენიმე უცხოელებიდან დავიწყოთ და ქართულ მხატვრებზე გადმოვიდეთ. აი კი ბატონო. ისეთ ვისაც გაიხსენებათ. მხატვრები რომელთა იდეებზეც
გავიზარდეთ ბევრი და ქართული მხატვრებიც ერთხელ. ქართველი თანამედროვე მხატვრებს თუ დაასახელეთ ძალიან კარგი იქნება რამოდენიმეს. ნუ ეხლა იმდენად ინდივიდუალური მიდგომებია დღევანდელი ქართულ მხატვრობაში, იმდენად სხვადასხვანაირი მიდგომებია რა. ნუ ხო იცი ინდივიდუალური თავიანთი გემოვნებიდან გამომდინარე. რამოდენიმე მაინც გეყოლებათ ისეთი, რომ იტყვით, რომ აი ჩემი შემოქმედების გარდა კიდე მომწონს თქვათ აი ამ მხატვრის შემოქმედება ასეთი. აი ამ მხატვარი, ვინც დღეს არიან მუშაობენ და ჩვენამდე კიდე ვინც იყვნენ, კიდე ადრე ვინც იყვნენ, მაგათი საფუძველი, მაგათი აღობის მხატვრობის როგორც შინაგანი მინეს საფუძველი მიქელანჯელო, რაფაელი, ლეონარდო და ვინჩი, სანდრო ბოტიჩელი, ტიციანი, ვერონელე, ტინტორეტო, ეხლა პიროდელა ფრანჩესკო ისეთი პიროვნება იყო, ეხლა წარმოიდგინე კედლის მხატვრობის ერთ-ერთი იტყვენა ჩვენი მხატვრებმა გიჟი, კედლის გიჟზე ძახმი მაგაზე ხარ მაფლა ფიგურებს ხატავდა მიქელანჯელო და ეგაც მაზაჩოც აი ისეთის მოიტანეს ყველა მხატვარი დაკავშირდა მაგათთან ის ცოდნა და რა ვთქვათ ის კულტურა მხატვრობის კულტურა მაგათ განმეიღეს უძველები ამ ადამიანებს ეხლა უკვე შემდგომ პერიოდი ახლა მაგ გერმანული მხატვრობა ძალიან კარგია მაგრამ ერთი რაღაცა ერთი მომენტი ახლა არის შეიძლება ბერს ჩემი ნათქვამები ახლა ვიცი რომ ბერს მოსწონებია ბერს არ მოსწონებია არის ეგეთი კატეგორია მაგრამ ეხლა ჩვენ ვიცით მაგალითად იტალიური მხატვრობა, ფრანგული მხატვრობა, გერმანული მხატვრობა, პოლონური მხატვრობა, პრიბანესაკი, ინგლისური მხატვრობა, ჩემბატონ, იგივე რუსული მხატვრობა, ქართული მხატვრობა. ესე იგი მხატვრობას გადავშალთ აი დღეს დღეობით აი მხატვარი აი ცირა ცოტა აღრეული მდგომარეობა. ნახაც უყურებ ქართული გვარდასახელია წერე, მაგრამ ვერ გაიგებ ის რა თემა. აი დავშალთ ქართულთან რამდენად დაკავშირებული ამას ეს ცოტა ძნელად ხდება მithagება. არ იძლევა ნამუშევრები, იმიტომ რომ იმდენი ინფორმაცია დღეს მხატვრობაში, წიგნები, ადრე სად იყო ეს წიგნები? წიგნები, ფეისბუქები რა ქვია, უამრავ იმას ნახავ და ის გარკვეულ გავლენას ახდენს. მე მიმაჩნია რომ ის რაც შეიძლება ეხლა მე ბავშვობიდან რაც მე მინახია, ხარებთან დაკავშირებით, სალოცავებთან დაკავშირებით, დოხთან დაკავშირებით, ბავშვობაში რეცინი. ის გონებაშია დარჩენი და იქიდან მოვდივარ. იმებს ცდილობ რომ აი მხატვრული ხერხით გადმოვცე. ჩემში ეგრეა. ეგრეა. ნუ ეს აი 70 წელში ვარ. ეგრეა და ეგ აღარ წაიშლება ჩემში. მაგრამ ახლა თანამედროვე მხატვრები ახლა ზურანიშერაძე, ლევან ცუცკირი და თქვი ხო ჩემ ბატონო დიმაერის თავი დიდებული მხატვარი გრაფიკოსი. იგივე ფერწერიც არის. კოკი მახარაძე ძალიან კარგი, თოთიბაძე ძალიან კარგი, ხახტაში ძალიან დიდებული კარგი. თვითონ აპოლონიც ცხენების ის გიჟი ხატავდა დიდებული. ხო. აი თანამედროვე მხატვრობაში ახლა არიან ახლა სუთი ძალიან კარგია გია გოგუშვილიც ძალიან კარგია მე ახლა ერთად ვსწავლობთ მე და გია გოგუშვილი. ხო კიდე კარგი ბატონო არის. ნუ ვიღაც გამოგრჩებათ, ახლა გული არ დაწყდებათ თავისთავად ახლა. მე ახლა ესენი ვინც ინტენსიურად მუშაობენ ახლა ვიცი მე და თვითონ გია ბუღაძეც მე ცოტა თავისი ცნობები აქვს მაგრამ ნუ ერთ-ერთი საინტერესო მხატვრია თუ გია ბუღაძეც და ბევრი არიან. ჭაუშვილი არის ლევან და რაღაც პერიოდი თითქოს და აი კლასიკოსი მხატვრების გავლენისგან ცდილობდნენ თავის დაღწევას მხატვრები და რაღაც ექსპერიმენტებს ატარებდნენ და სახელიც მოიხვეჭეს ამის ხარჯზე. მაგრამ მაინც საფუძველი თქვენ როგორც ვთქვით, მაინც ყველაფერი მოდის იმ იტალიური სკოლიდან ძირითადად. მხატვარში იყო ჯერ ფრესკებიდან მოდის, საერთოდ ფრესკიდან ეს ფრესკები აგრეთვე ფრესკები, ქართული ფრესკები, ბიზანტიური ფრესკები არსებობდა, ამაზე აღზახდებოდა ეს ისე არჩაულია, მაგრამ ჩვენში ეს მხატვრობის წინსვლა და ეს იერარქიული წინსვლები და ეტაპები, ომებაში აჩერა, ომები ახლა არც ერთი სახელმწიფო ქვეყანა არ გაძლიერდა და რომელიც ჩვენზე საფრთხეთან წამოსულიყო. ახლა სვეტიცხოვლის ამშენებელი ერი ახლა რამდენს აშენებდა მანამდე და მის მერეც. შედოვა რა ქონდა და ომები გვიშლი საერთოდ. ეს არის ჩვენი ისტორიული ტრაგედია. ვარძის ამშენებელი ერი ხო წარმოგვიდგენ რას გააკეთებდა, მაგრამ კიდე როგორ ასწრებდნენ ცოტა პატარა შვიდობის პერიოდში. მაინც ასწრებდნენ და ბეშკენობის არეგროები. ოქრომ ჭედელები ხო ოქროს. წერლობაში, მხატვრობაში ეს საღებავები და მასალები, აი და ტექნიკა, თქვენ ძირითადად ზეთში მუშაობთ ახლა მე როგორც უყურებ შერეულ ტექნიკას თუ იყენებთ? აი მე
გრაფიკა, ფანქარი, პასტელი, ახლა და ზეთი საგაბარია. დანაშენი აკრილი, გუაში, მაკვარელი, მაგიმთან ახლობლად. მაგაზე. ხომ ღირსეული და ღირებული მასალებია, მაგრამ ახლა მე ზეთი იმდენად ისეთია გამძლეა. აი დიდხანს მუშაობის საშუალებები გეძახ. აკრელის რაღაც ეტაპებიდან მე უკვე შეიძლება გაგიფუჭდეს. თვითონ მოხდეს ისე რომ თელი დღე ნამუშევარი გაგიფუჭდეს. გუაშა თავისებრი ახლა სიმშრალეები აქვს და თავისებრი რაღაცა. ზეთი გემორჩილება სულ. ზეთს გარდაქმნი, გადმოკლი, შეცვლი, გადაწერი, გადმოწერი, თეთრი, მუქათაქცე, მუქს ღიათაქცე, ბევრ საშუალებას იძლევა. ყოფილა ვთქვათ, რომ ერთ ნახატზე რაღაცა ძალიან გახანგრძლივებულად დასრულება და გაგიჭირდა თან გინდოდათ რომ არ დაგესრულებდა ასეთი ნახატი. კი, იყო ეგეთი, უფრო ადრეულ პერიოდში იყო ეგეთი ნამუშევრები, რომ აი მაგალითად აი ვეღარ ვანებებდი რაღაც აკლდა, სულ აკლდა და ის ნაკოლონა რა იყო ვეღარა და უბრალოდ გასქელდა ტილო ფიცარივით გახდა. იმდენად გასქელდა ფიცარივით გახდა და ვერ დავანებ, ბოლოს დავიღალე და დავანებდა. ეგეთი რამოდენიმეა. ფიცარივით ხდება რო დაატო, მაგრამ მე უკვე სისქე თავისებურად აზიანებს მე ნამუშევარი, აი როგორც ნამუშევარი ხოს კდება მუზეუმში ნამუშევრია. ესე ემართება. ერთხელ იყო მოსკოვში ვიყავი და იყო ესპანური მხატვრობა გამოფენილი პუშკინის სახელობის გალერეაში და მეკი იყო ველასკესი იყო რივერა იყო ჩემ ბატონო კიდევ ორი ველასკესი მაიცა გოიაცი იყო და ველასკესი ნამუშევარი პიერის არა დიეგო დე სილვა ველასკესი დიდებული მხატვარი ერთ-ერთი ესპანელი და იქ მეთაურე რატომაც მოეფარა და ნახე ერთი ტილო მეთქი როგორია ტილოა თუ ფიცარია ნახე ტილო იყო და როგორც ფიცარი მხელა სისქე ქონა თითქოს და ტილოს კი არ შეეხე ფიცარ შეეხე იმდენა ნამუშევარი იყო იმდენი ენერგია იყო დახარჯული და მეც ახლა თუ ასე გასკელდა ველასკესის ახლა მოდელი ჩემის გასკელდება და მე ვერ მივახცე ას მიაღწევ ახლა სა ნახაც რო ხატავთ ალბათ სანამ თქვა თქვენ ყოფილი არ იქნებით არ ეშვებთ ნამუშევარს არა ხო ვერ მოეშვები რომ იგრძნობ რა მოიწურე უკვე დაიხარჯე ეს ამოსარად დასახარჯე იყო ფიზიკურად გონებრივად აი მორალში დაიხარჯე ვალი მოიხადე მე რიანები თავს თუ დაიხარჯე ბოლომდე ვეღარ შეეხები ნამუშევარს მე ვეღარ ვეხები როგორიც დარჩება რჩება ეგენ როგორიც არის შეიძლება მომავალში ვატყობ რაღაცა უნდა კიდე დამატება მაგრამ ვეღარ ავდედა განწყობა დამთავრდა ნამუშევარი დამთავრდა აღარ უნდა ვერ ვეხები ვერ მხატვრები არიან ვერ შეეხები ამოწურე თავი მასთან всё ვერ რო შეეხო მე იმ შეხებას მოკლება კიდე სხვა რაღაც შეცვალა სხვა ტონი შეცვალა სხვა ფერი უკვე სხვა ნამუშევარი შეიძლება გამოგვიყვეს სხვა რაღაც გადაგკენ ჯობია იმ განწყობამ დაამთავრა ნამუშევარი და მიენდე იმ შენ დამთავრება ნამუშევარი აი ბოლო ნახატზე აი ბოლო ფუნჯის მოსმის მომენტში რა ემოცია გაქვთ და ეგაც ხო მაგრამ როგორც ხო აი განიცდი აი ხანდახან არის ეს პერიოდი ოფლიც კი სამოსულა რომ გამოდის არ გამოდის ვერ გამოდის არ გამოდის აი რაღაცაშია საქმე ნუ განწყობა გაქვს ისეთი რომ ვერ აკეთებ იმას სული გაქვს იცი გძრომ მაგრამ რაღაცა სხვა რამე რომ ვერ მიდიხარ რომ დაამთავრო რაღაცაშია საქმე ხო ამიტომ ეს რაღაც არის აი მაგალითად მხატვრებში ახლა ერგერტოს ცხოვრებას რო წარმოვიდგინე ახლა მხატვრობის გაგის და ბიჟი იყო იმიტომ ეს იმდენად გონებაზე რაღაც გასეთ მეტი თანახარჯი ახლა ამადეო მოდელიანი იყო ის ისედაც ალბათ ტუბერკულოზზე ჭირდა მაგრამ ისაც გონებით ვეღარ იყო სეზანიც ვერ იყო გონებით ერთი გონებრივი დარჩა პიკასო სულ დარჩა ეს პრაგმატიკოსიც იყო რაღაც ცოტა ბიზნესმენიც ხო ბიზნესმენი მეტი იყო მაგრამ ჩვენი მხატვარი იყო პიკასო იყო ყველა მხატვრისგან რაღაცა შეიძენა და გაითავისებდა ვერ იგებდა მხატვარი ისინი ვერ იგებდნენ რა მოხდა პიკასო მიცოდა იმიტომ რომ ესპანელი ებრაელი ცოტა ხნის ჩვენი ხალხია. უსწრებენ დროს. ხო, გონება მეტი ერთ მაგათ. ბატონიკო, აი ფერები თქვენი ნამუშევრებს ახლა ვინც ნახავს, მე რამოდენიმე გამოფენაზე ახლა მინახავს თქვენი ნამუშევარი, ისე რომ თქვენ იქ საერთოდ არ ყოფილიყართ და აი თქვენ ნახავს რომ გავხედავ უკვე შევხლა რამოდენიმე გამოფენაზე ვიყავი და აი ცალ-თვალით რომ გახედავ, გვერდზე ვიხუთები რომ ეს უბრალოდ ფერების აღქმითაც ხვდებით რომ ეს თქვენი ნამუშევრები არის იქ ნახატი იყო ძველი თბილისის პერსონაჟი იყო ერთ-ერთი
რაღაც ესეთ სპეციფიური ჩაცმულობათ, მის ვარცხნილობა, ეს ფეხსაცმელიც კი, ეს შარვალიც, აი ეს დეტალების საიდან მოგაქვთ თქვათ ეს უბრალოდ ეგრე წარმოდგენით თუ რაღაციდან ჩაეძიებით ხოლმე. წარმოდგენით რაღაც ალბათ წანაკითხი რჩება ეს მეხსიერებაში. ხო, ძველი თბილისის ახლა თუნდი როგორ ეხურა დავუშვათ ის შარვალი განერი შავლები რაღაც ესე კამარები ქონებოდა. ერთი რაღაც ლურჯი, ნუ ნერჩელები ესეთი და აი მიმიკებს სპეციალურად რაღაცას გამოვსახავთ. გროტესკი, ხო, იუმორისტული ნამუშევრებია, ბევრი ჩემი, გროტესკი ეძახით მაგას ესე იგი, ხიარული ესე, გაცნებული არა, ოდნავ გაღიმებული. ხო, რაღაც საინტერესო რაღაცას გვეუბნება აი გამომეწყვილებით. ნამუშევრმა ადამიანმა არ დაამწუხროს, რომ ჯორა ცოტა ყოფილას, რაღაცა როგორც ყოფილა. თავისი ის გაჭირებული ცხოვრება ღიმილით უნდა მოგაწოდოს და ის უნდა დახატო, რომ მაინც ღიმილი უფრო მეტია ვიდრე მსახურება ქვეყანაზე. ოდნავ სულ გაცნებული არა. პროტესტულად ოდნავ გაღიმებული. დამბოღუნილი თუ ჩაღუშვილი ეგრე არა. გადავხედოთ ეხლა თქვენ განვლილ ცხოვრებას, აი შემოქმედებით ცხოვრებას გულისხმობ. აი დასაწყისიდან დღემდე ვთქვათ რომ მოხვედით აი სათხართ როგორც მხატვარი და მომავალში როგორ ფიქრობთ კიდე ცვლილებას აპირებთ კიდე რაიმეს ეძებთ თუ უკვე როგორც იპოვეთ ამ წერტილი არ არის. ეხლა ლეონარდო იმუშავა და იგივე მიქელანჯელოს წერტილი კი არ დავუსვამთ, რომ წერტილი დავსვამის მერე ამ სტილით მუშაობა აღარ უნდა მოხდეს. წერტილი დასმული არ არის. ვერ დავუსვამ წერტილს, იმიტომ რომ ერთი გული მწყდება იმაზე, რომ აი ხო დადგება ეგეთ, რომ ყველა ადამიანს თავის დროზე უგება ეგეთ, რომ აღარ დამეხატება. დამხატავი რომ აღარ ვიქნები, ეგ არის მაგაზე დარდობა. და თქვენ ფიზიკურ შესაძლებლობას გულისხმობთ, რომ დახატო. ფიზიკურს. ნუ სანამ შესაძლებლობა გექნებათ, ფუნთ ხელს არ მოგუშვებთ. ვერ დანებთ თავს, მაგრამ ხო არის რაღაცა ამოიწურები, მომთავრდება ის განცდა, არ არის განცდა და წერტილის ეგ არის. ხო, ეგრე გამოდის. იმიტომ რომ მე უკვე რო აღარ გეხატება, რო გეხატება ადამიანი ხალხი გიყვარს, უკვე ურთიერთობა გინდა რო გეხატება, იცი რომ ხალხს მოეწონება და ამათვისაც იხატება, ხალხისთვის იხატება, სხვისთვის იხატება. აი წერმაცად ხელოვნება და ქართული ხელოვნება და არა ქართული ხელოვნება. თუ ქართული მხატვარია, ქართული ხელოვნება უნდა აჩნდეს იმათ, ხო, რაღაცა ნიშნით მაინც. რაღაცა უნდა ეთყობოდეს ცოტა მაინც ის ქართული. თუ იტალიას ახლა იტალიის მხატვრობა არ არჩენს, იტალიელი მხატვარს დავუშვათ იტალიურ ბაკალის მხატვრობას და იყოს დავუშვათ გავდეს ფრანგ მხატვრობას, მიუღებელია რა. ჩვენ ხო ჩვენი ყოფადი ყველაფერი ცეკვა, სიმღერა, ქართული ხუროთმოწორება, ფრესკები. ყველაფერი ეროვნული რო არის რა და მხატვრობით მე ვგავდი დავუშვათ ინგლისელს. რა მინდა ინგლისი ხო. და ეს ჩვენ მეგობარმა ირაკლი ნიკაბაძემს და გახსენა რომ ამ პიროვნების ნახატებს რო უყურებ ხო ყველა ნახატში იგრძნობა საქართველოსადმი, ქართული ისტორიის, კულტურის სადმი სიყვარული და ხვდები რომ ეს არ არის გადმოღებული, თქვათ, არც ევროპულიდან, არც ლათინოამერიკულიდან, არც არაფერი, არის წმინდა ქართული ფენომენი და ამით არანაირი ინტერესი არ მაქვს. ახლა მე ინტერესია მე მაზაჩო. ნუ შეძლებთ, რო გინდოდეთ ევროპულ ყველაფერს გააკეთეთ, მაგრამ იოლად ხდება ეგ რაღაცა ისეთი მაგდა. აი ცოტა ისეთი qalbi დამოკიდებულა მე ეგ შემთხვევაში ხო რაღაცა ისეთი რაღაც უცხორამე დახატე და გავს ევროპულ აი ახ შენახარ კაი მხატვარი. არ მიმაჩნია მე ჩემთვის ეგ. მე როგორც მეხატება ისე დავხატო და ჩემი წამდილი ჩემი სურვილი ნახატა ეგეთი იქნება სულ. ეგეთად დარჩა და ეგეთი გავიზრდება რა ხაში მჭირდება. ნუ თქვენ ქართულ თემატიკაში ხართ და იქნებით. ეგ ვიცით. ეგ ვიცით და ცვლილებები შეიძლება იყოს. მოთხოვდი ახლა მისად ვაჟა, მაგრამ წარმოიდგინე მოდი ვაჟა შენ ახლა წერე დავუშვათ რაღაც სხვა კლასიკა. დიახ. ვერ დაწერდა. არც დაწერდა. აი რო გავიხედოთ 10-20 წლის წინ მაშინ თქვათ რა უფრო რომ რით იყავით დაინტერესებული მხატვრობაში და ეხლა თქვათ თემატიკები, აი რა შეიცვალა, მოკლედ რო ვთქვათ, აი თუ რო გადავხედოთ. თუ ძირთადად დაიხვეწა ის რაც იყო. ხო, უფრო ისეთ სახე მიიღო რა, ჩამოდავინდა, ჩამოყალიბდა, რაც კოლორიტმა, ფერმა გამოვა, თავისი ის მიიღო, თავისი როგორც უნდა ყოფილიყო, როგორც უნდა ჩამოქნილიყო და დავინებულიყო, ისე დავინდა. იდეაში უფრო იყო ხოლმე უფრო მეტი იდეა რაღაც მეტი რაღაც მაგრამ
როგორც იყო ის გაკეთდა, რაც უნდა გაკეთდა, ჩემგან რაც უნდა გაკეთდა. ანუ დღევანდელ შედეგს დაჭირდა ფაქტიურად რამოდენიმე ათეული წლები რომ ეს დაგვენებული იყო. პრაქტიკაში დაჭირდა. იდეაში იგივე დარჩა, პრაქტიკაში დაჭირდა. იდეას ვერ გავეკეცი. პრაქტიკა შევიძინე. პრაქტიკა შევიძინე დროში იდეას ვერ გავეკეცი. იდეა დარჩა იდეა თქო. და მაგიტომ არის შედეგი ისეთი კარგი როგორც არის რო. ხო, მე ბატონო, არაერთი ჯილდო და სამხატვრო ესეთი ნახეთ ახლა სიგელები და ესენი. აი რამოდენიმე რო გამორჩეულად რო ახსენოთ მაინც მაყურებლისთვის. ჩემთვის ახლა ყველა ერთნაირად გამორჩეული რო დააკრო ჯერ ერთი თქვა და მე რამოდენიმე მე ყველა ერთნაირად რაღაცა გავსებს. ახლა ნუ აღმაშენებელი, ახლა როცა აღმაშენებელი როგორი მეფე იყო და ვინ იყო და რა გადაიტანა 53 წლის ასაშკენ დაიცალა და ესე იგი მთელი ეს არამთა მთელი 380 წელი კიდე რამოდენიმე ეკლესია ახლა გედაც ეკლესია და უამრავი სიკეთე საქართველოსთვის გაჩენილი, საქართველოსთვის დაბადებული. ესე იგი საქართველოსთვის აი ეგეთი არის. საქართველოსთვის გარდაცვლილი არა. დავით აღმაშენებელი თქვა საქართველოსთვის დაბადებული იყო. გარდაცვალებას ესე ის აღმაშენებელი წარსულში არ არის. აღმაშენებელი ჩვენში არის. ის არასოდეს არ არის გარდაცვლილი. სონაშია, ხო? ესე იგი აი ეგეთი თქმა რომ აი ხო დაიბადა საქართველოსთვის შეწირული. დავით აღმაშენებელი არ იყო. დავით აღმაშენებელი საქართველოსთვის დაბადებული. გიორგი სააკაძე დაბადებული იყო საქართველოსთვის, გიორგი წინაშე საქართველოსთვის დაბადებული იყო. შეწირა აღარ უნდა დავარქვა. შეწირო უკვე დაკნებას, დამთავრებას ნიშნავს. დაბადება ბუნდით ცოცხალია. ჩვენ თანამედროვეობაში გულისხმობ დავით წარსულში არის ჩვენ თანამედროვეობაში. ნუ იგივე ვაჟა შავი რა თქვა და კალაქტინ დაბიძე ილია ჭავჭავაძე, ილია მუნდარო ესე იგი ნიკო მუსხელიშვილმა ილია ჭავჭავაძე აღიარა როგორც ნომერ პირველ მათემატიკოსს. ახლა ილია პუბლიცისტი იყო, უცნაური იყო, პოეტი იყო. ილია აღიარა ნომერ პირველ მათემატიკოსს. რატო? ილია საკმაოდ თქვა, ნოლები რო დაალაგოთ, 0 სუნოლებიო. არაფერს არ იძლევა ნოლები. დაუსვამთ ერთიანს და всё მილიონია. ეგ მუსხელიშვილმაც ეტყობა მაშინ არის, ილია მასწავლა და ნომერ პირველ მათემატიკოსს მილიონი არის. აი რო დაგვისახელოთ კარგი იქნება. ყოველთვის აინტერესებთ თქვათ მხატვრის შემოქმედებიდან აი მისი ნამუშევრები თქვათ რომელიც ცნობილი ადამიანების კოლექციაში არის ან თქვათ სახლში არის ან არაფრშევ საჩუქრად გადაეცა თუ როგორ იყო რამოდენიმე რო დაგვისახელოთ სახელით. აი თქვი ლაკია პასკალ მონიე საფრანგეთის ელჩი იყო აქ ჩვენთან, ხო აქ რამოდენიმე ჯერ მოვიდა და ნამუშევარი შეიძინა. პასკალ მონია ირანელი პრეზიდენტი არის, აც გარდაცვლილია უკვე. რაფსანჯანი იყო ასეთი, მას აქვს ირანელი პრეზიდენტი, დემირელს აქვს, რუსეთში ჩერნომიდის, ედვარდ შევარდნაძეს, ფრიდონ თოდუას დიდებული პიროვნება იყო, როინ მეტრველს, რეზო მიშელაძეს და მაყარა გონაშვილს. ხატვაში ხართ ახლა შრომა არის თავისთავად ეს ყველაფერი და კარგია რომ ადამიანს ხატვარს ცხოვრებაშივე აქვს გარკვეულწილად აღიარება, საზოგადოება უკვე აღექვამს როგორც ღირებულ ხატვარს. აი თქვა პოპულარობა როგორ მოვიდა აი ამ სამხატვრო წრეში ვთქვათ, ვინც დაინტერესებული არის ამ სფეროში, აი რა ეტაპიდან დაიწყო ეს, რას თუ არის ასეთი რაღაც ზღვარი. 3 წლიდან აი სამხატვრო აკადემიაში პერსონალური გამოფენა მქონდა, იქიდან უფრო ინტერესი გაჩნდა და ეს ინტერესი მე გავღვიდა და უფრო გავღვიდა. საერთოდ აი მე წერანაც ვთქვი თავდაბლოდაზე რა ბუნებით ეთყობა ესეთი პაპაც ესეთი იყო ჩემი და ბებიაც. ბებია ჩემი ამილახრების საზნაურები იყვნენ. ქარომიძეები და საერთოდ როდესაც შეხვედრა იყო სადღაც წერთა კავშირში ან მხატვართა კავშირში საერთოდ ცდილობდი რომ სუბულოს ავდგებოდი. სადაც სუბულოს ერთი ჯოხი დავდივარ და მაგის გამოს ახლა იყვნენ ისეთ პიროვნები წამიყვანდი და მაინც წინდამსვდი. აღდგებოდი ისეთი წავიდი. უბრალოებამ გააკეთა ძალიან ბევრი რა. უბრალოებამ რომ რაც შეიძლება უბრალოდ რომ ჩანმარა, უბრალოდ რომ ჩანხარო, საქმე თუ ცოტა მეტად უნდა ჩანდე. ბატონო კახადი გაურთან მქონდა ინტერვიუ და ვესაუბრებოდით ჯერ უარზე იყო
არ არის საჭირო ნახატება უნდა ისაუბროს მხატვარზე. თქვენი ნამუშევრები ახლა თქვენ შესახებ ნესაუბრობს. რაც უნდა თავდაბალი ბრძანდებოდა და ხმაც არ მოიღოთ თქვენი ნახატები თუ უკვე ნათქვამი არის სიტყვა მაგრამ მაინც პიროვნულად ადამიანს ვესაუბრები რაღაცას გებულობ მისგან ისეთი რასაც ნახატსკა ვერ აღიქვა. კარგი ეს YouTube-ზე ისტორიას დარჩება და ვისაც აინტერესებს ნახავს და ეს მადლობა ამ საშუალებისთვის. სულ კარგად მხატვარი თუ სულ კარგად არის და კაი პირობებშია და რაღაც უზრუნველ პირობებშია ეს არ არის მისაღები. ხო, საერთოდ ადამიანის სულ კარგად ყოფნა არ არის, ცოტა უნდა იყოს, უნდა იგზნოს კარგად თუ ცოტა შეჭირებულად არის მხატვარმა თავი. ან ნებისმიერ ადამიანმა ხო იმ კარგად ყოფნას ვერ აფასებს. დავიწყდება. ასხანერად გარდაიქმნება, სხვა კაცად იქცევა. ფული ადამიანს ცulis ბევრებითაც ინტერესებს უცვლეს. სხვანაირი ხდება ხო, რაღაც აი ფული კარგი მოსამსახურეა და ცუდი ბატონია, ფულს ეგეთვისება. აი მოსამსახურეთ კარგი, მაგრამ მე ბატონი ხდება, აი სანამ ბატონი გახდება, მანამდე იყოს კაცი გთხილეთ, რომ ბატონად არ გაიხადა. ბატონიკო, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრობა ახსენეთ. საფრანგეთის მხატვართა კავშირთან გაქვთ კავშირი თუ რაღაც ინფორმაცია? აი ეგ 2010 წელს როცა იქ ვილურთან არსებულ გალერეა კარუსელში მოხდა ის ჩემი ნამუშევარი, რატომაც ეგრეა მიღებული, რომ საფრანგეთის მხატვართა კავშირის წევრისაბრა და ზუსტად არ ვიცი. აი მაგის დამადასტურების საბუთი არ მაქვს. რუსეთთან დაკავშირებით რუსეთის სამხატვრო მხატვართა კავშირი ანუ ეს ძველი პერიოდიდან ხართ განაწევრიანებთ როგორც იყო. ჯუზეპე ლამპრედუზოს სახელობის ოსკარის აი ეს ჯილდო ამ ჯილდოს ეს ჯილდო გაქვთ ხო მიღებული? თუ ახთენს ეს ჯილდოები და ეს ყველაფერი თქვათ რაიმე ზეგავლენას თუ მოახდინა თქვენზე? დიახ, აი თქვათ აი უფრო მეტი თქვა დაინტერესება თუ არის მეტი შეკვეთები ან რაღაცა აქვს. გავლენა აქვს ამ ხრივ რომ რაღაცა ის ავტორიტეტს წევს. ნუ რაღაცა მნიშვნელოვნად თვლია რომ ესე იგი შენ რამე დაუხალმავთ. ის დაინტერესებული კი არა. ხო. ნორიო შევიღავით ახლა ჩვენ მე იქ გაგეცანეთ თქვენ პირადად გამოფენაზე ძამაშვილი მარტყოფში დიახ მარტყოფში. და ნორიოს საპატიო მოქალაქე ასეთი მარტყოფის. მარტყოფისა ვარ 2005 წელს. ახლა გარდამინისაც უნდა იყო, ნუ ამ თვითონ თქვეს. გარდამინის. ნორიო კაი. ნორიო და მარტყოფი ახლა მე ცოტა გვერდი არ განაცარი ეგრე აღვიქვი. ბოლოსთვის ახლა აუცილებლად ჩვენ უნდა შევეხოთ ლიტერატურას. ლიტერატურამ იმის და მიუხედავად რომ თქვენ ამდენად ფერწერაში თქვათ მხატვრობაში ამდენ დროს გართმევთ ეს ყველაფერი მაინც ხადა 2 საათს მერე ლიტერატურაში წიგნზე მუშაობ. აი ფაქტიურად ისტორიკოსის შრომაც გიწევთ, მხატვრის შრომაც და მწერლის შრომაც. ახლა შრალად ისტორიულ ფაქტებს ავარდებთ რაღაცა ალბათ. ქართლის ცხოვრება საინტერესო კარგი მასალები ქართლის ცხოვრებიდან ისე ვერ დაწეხლა ისტორია მკაცრია და მოსაზრებები სხვადასხვანაირია და საკუთარი განწყობა ან მოვლენები ისტორიაში რა ხდება იცით რომ თუ ისტორიული წყარო რამე დოკუმენტი არ არსებობს ეგეთი დრო არის ჩვენს წარსულში დაუშვათ წყაროები არ არის აი მაშინ ლოგიკა უნდა გამოიყენო ლოგიკურად რა შეიძლება მოხდარიყო წყარო არ არსებობს ლოგიკა ყველაზე გადამჭირდება წყაროს გარეშე ესეთია ლოგიკურად ადამიანის გონები ემორჩილება ლოგიკა ცოტა თქვა სუბიექტური დამოკიდებულება მაინც შეიძლება იყოს რაღაც მომენტში მაგრამ ეს ავტორის ხედვა არის არავითარი ცოდი არ არის ხოლოდ წამკითხველი გძნობს ინტუიციით გძნობს ეხლა რომ წაიკითხავ რამე წიგნს ხო გძნობი შენეულ ანალიზს ხო უკეთებ გონებაში აუცილებლად ლოგიკა მოგეხმარება წყარო არ არსებობს ესე იგი უნდა დავიჯეროთ ამას გიორგი სააკაძე და კიდე წიგნის სხვა რომელიც შეგიძლიათ დაასახელოთ. ხრები დაკოლისიაციის ცოცხლია ეს ჩემი წიგნი და კიდევ ერთი არის მე და სერგი ლომაძენი დავწერე ჩემი ხელმძღვანელობით დავწერეთ ის წიგნი სააკაძის ეპოქა ამოსაწყურად რომ
და კიდე ეს წიგნი ნიკო ხერკლაძე და ციალა მესხია. ეს არის შოთა მესხია ძმისშვილი, ციალა მესხია. ისტორიკოსი იყო შოთა მესხია და მე და იმან დავწერე ერთობლივად. აქ ილუსტრაციებიც არის, რა თქმა უნდა. მაგ რა თემატიკა არის? ხატრობის თარხანოურების როლი საქართველოს ისტორიაში. საქართველოს ისტორიაში. აქ ილუსტრაციებია. აი შახაბას პირველი როგორი იყო. აბა ესეთი კაცი რა კარგი მსურველი იქნებოდა ჩვენთვის არ არსებობს. ეს არის ირანული მოტივი ქართველები ირანში, ეს დაუთ ხანი იყო სიმონ პირველი მეფის ძმა, ანტიქართველი იყო. ირანული მოტივი ქართველები ირანში, ესაც იგივე ქართველი ხოსრო მირზა. ჩვენთან მეროკის როსტომ მეფე, ნუ ახლა მაინც მოწყენილები იყვნენ დიდათ არა. აი ქეთევან დედოფალი აქაც არის. ქართველი მეომრები ტაშისკარი ზომინა 1609 წელი ქართველი მეომრები მოცხენები. აი ცოტა ერთი ძამი კიდე აქვს. გენელის ნიშნობა, ესე წილკნელი ეპისკოპოსი პართენი, გიორგი სააკაძის თანამოაზრე. კიდე ცხეთელი კათოლიკოსი ზაქარია, სააკაძის თანამოაზრე. გიორგი სააკაძის თანამებრძოლი ჯიმშერ ინაშვილი, ესაც სააკაძის თანამებრძოლი იყო ჯიმშერ ინაშვილი, ზუსტად. მარტყოფის ომის გმირი პაპუნა ვაშაყაშვილი და ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზი, გიორგი სააკაძის შვილიშვილი შაჰნავაზი. ვახტანგ მეხუთეს შაჰნავაზი, ხო, სააკაძის მაიცადე გეტყვით ახლა სააკაძის შვილიშვილი. გიორგი სააკაძის შვილიშვილი კი, ზუსტად ეგრეა. ეს არის გიორგი სააკაძის ცხელი მარტყოფიდან ეს. ეს ბერიკაობა, ემარაბდის ომი, მარაბდელები ერთ-ერთი დაჭრილი მეომარი ეს ცხენი. ეს ქსნის ციხე ლომესის სალოცავი, საიდანაც დაეშვა ირანული მხედრობა ამ ქედიდან, საინტერესო მომრენელია. ისტორიული წყაროთი. ეს ჩემი წინაპარი. ეს შალვა ელიზბარ ერისთავები და ბიძინა ჩოლოაშვილი 1659 წელი. წმინდანად შერეცხოვილი. ილუსტრაციები. გარკვეულწილად წარმატებული სპორტსმენი არის თუ მსახიობი არის თუ მხატვარი არის თავის ქვეყანას წარმოაჩენს საერთაშორისო ასპარეზზე და თქვენი შემოქმედებაც ეგრე არის თქვენ ახსენეთ ტრედიაკოვის გალერეა, იქეთ ლურთან არსებული კარუსელის გალერეაში. სამი ნამუშევარი, რომელიც უკვე ბევრს ამბობს საქართველოს კულტურის შესახებ და ეს ალბათ გარკვეულწილად ასხივსგებლობა არის, აი რა გზნობა არის ეს, როდესაც ვთქვათ წარმოადგენს შენს ქვეყანას. ეს ნამუშევარი აი ლურთან არსებული გალერეა კარუსელში ხომ არის, ფიროსონის მეგობრები. იქ მოდიმა, იქ დარჩა შეფასებულია ცოტაში 30,000 ევროთ და ეხლა ამის გადახდა შეიძლებოდა ჩემთვის, მაგრამ რახან ლურთან არსებულ გალერეაში არჯობია იქ იყოს იგრე ფურატონ ფოზე ხორიზომება ყველაფერი და ასევე ეს ტრეტეკოვშია სამი ნამუშევარი სადიპლომო მთელების ოჯახი ზემინთაში მთელების ოჯახი და აღარ მახსოვს კიდე ერთი ნამუშევარი. რომელ გალერეებთან თანამშრომლობ თქვათ, სად არის თქვენი ნახატები დღესდღეობით, ან რომ სად იყო კიდე აი საქართველოს საფრანგეთში რაც ვთქვით ეგა ლურთან არსებულ გალერეა კარუსელში ჩემო ბატონო მოსკოვში იყო ხოლმე საბჭოთა პერიოდში მოსკოვში ხშირად ვაგზავნიდი და ნუ იყიდებოდა იქ. აი საქართველოში ამჟამად თქვენი ნახატები სად შეიძლება თქვათ, რომ გარდა სახლისა გალერეაში სად შეიძლება იყიდოს თქვათ? გალერეა კამიაში ერთი მეორე ხლა სახელი არ ვიცი ამ ორი გალერეა კიდე. ნუ არის კიდე ხო რამოდენიმე გალერეებში. ნუ თქვათ რომ მოვიძიოთ და ინფორმაცია გავაჩქაროთ, თქვენ წინავთ კი არ იქნება. ერთი მაჭავარიანის გალერეა, ნიკა მაჭავარიანის გალერეა, არის სახელი არ მახსოვს. თქვენ ხატავთ და ზედმეტად ამ დეტალებით იმდენად არა ხო ოჯახის წევრებიც გეხმარებიან ხო ყველა იმ დეტალებს შეიძლება ყველაფერს ვერ გაცდები ადამიანი. აი როგორ ჩემი შვილი გეხმარება
უკაფია ეს საუკეთესო. ბატონიკო, აი ახლა ლუკაზე და ესეთ ახალ თაობაზე, ზოგადად ახალ თაობას, მაგრამ განსაკუთრებით მაინც აქცენტი რომ გავაკეთოთ დამწყებ ხატვრებზე არა, აი ვინც ჯერ კიდევ მხატვარი არ არის, და ვინც ცდილობს რომ მხატვარი გახდეს იმათვისაც. რჩება რომ მიცეთ, აი თქვენ როგორც გამოცდილმა მხატვარმა და ზოგადად მომავალ თაობას ურჩიოთ, თქვენ ასეთ. ერთი რამეა მანდ რომ ადამიანი როგორც შეამჩნევს თავის თავს რომ მისწრაფება არის დაუშვათ მხატვრობისკენ, ანუ კინო, დაუშვათ მსახიობი, დაუშვათ მომღერალი, მუსიკოსი. ეს რო შეამჩნევს ადამიანი ხო თუ დაინახა რომ ნახატი მოეწონა თავის დახატული ნახატი მოეწონა გარემოს ოჯახს მშობლებს მეგობრებს ხო უნდა თუ იგრძნო ეს არა მე სერიოზულად უნდა მოიქცეს თავის საქმეს იქ უკვე იქ რაღაცა ძმაკაცებთან მეგობრებთან ქუჩაში რამე ცოტა მოაგავს ცხოვრების რაღაც ნაწილი უნდა შეიძლება წაგართვას მხატვრობამ და უნდა შეწირო ხო ეგრე რასაც შეწირავს ზუსტად იმას მიიღ რაღაცა მეც ეგრე ვატყობ. კი, იმას მიიღო. თუ არ შეიწირა, არაფერს არ მიიღო. რაც არ იწვის, ის არც ამართებს. ეს აუცილებელი პირობა, რომ ითხოვს თვითონ მხატვრის ცხოვრება, თუ გინდა ჩაერთო მხატვრის ცხოვრების წესში, ის პატივებელი არ არის. დიდი სიყვარული შეუძლია მხატვრობისთვის თავგამწირვებს მხატვრებს. უх შემთხვევაში ცოტა სხვა რაღაცები ხდება. თქვენ როგორც ვთქვით, შეიძლება ტილომ გაგვებუტოს ასეთ რაღაცას. ტილო ფერი, საერთოდ გაიბუტება და აღარ გემორჩილება, არ გწნობენ. აი ვერ დიდ შინაგანას სიყვარულს ითხოვს და ვერ გააკეთებ. ფერი არ მაგახმეს პალიტრაზე, ფერი რო გახმებ, ჯერჯერობით ფასი ძირია. მე რო გახმება და ვერ დაიხატა ტილოზე, არ დაიხარჯა და პალიტრაზე გაგეხმა ფერი და სახლში მოხვედი გვიან. არ არის. აი არ ნაუღალოდ. თოკე მხატვრობას უთმობ ცხოვრებას, ფაქტიურად რაღაცებზე უარი უნდა თქვათ. კი, ბერნანის. აქ იმდენი სიამოვნებაა მხატვრობაში, იმდენად სიკეთეა, იმდენად კაი მომავალი. მოდის, შენ მარტო შრომაში, მხატვარს მარტო შრომა შეეძლო. თვითონ მოდის ყველაფერი, აი ეს რაც არის, ხედავ რაც აგაგზის. აი თვითონ აი არ ველოდე და დაგიძახებენ ნამოხდა, მაგრამ ხოდა იხარია ესე იგი, მეთქი, ნუ რაღაცა, მაგრამ მაინც ისეთი თავდაბალი რჩები, ისეთი რჩები როგორიც არის, მე არ ვიცი. ერთი კიდე რამე ახლა მე მაგალითად რო ცხოვრობდი იგივე თბილისის რომ პრესტიჟულობა ეკავდა საბურთალოზე ან სოლოლაკში თაცმინა სადღაც იქ. იქ რომ მეცხოვრამე, ხო, ახლა ახლობლები არიან და ყველასაკაც ხო მოვიდოდნენ ყოველ მეორე დღეს მესამე დღეს გამაცდებდნენ. მე პიკნიკები იქნებოდა. აქეთ რო არა, რა აქ მოსვლა ეზარებათ. არ წამოვიდა. დავისპილოსიც აქვს. ხატვაში არ გიშნიათ. არა, შემიშინა ხე. აქ არავინ არ მიშლის ხეს. აქ ხატავ წერ და უხად გამოდის, ბევრი გამოდის, ნაკეთები ნაშრომი ბევრი გამოდის. ეს დადებითი მხარე აქვს დავუშვათ ჩემ დიდი ღოში ცხოვრებას. უნდა და ოჯახის წევრებს ახლა მაინც ხატარი რო ხარ იქ ჯობი, არა, ჩემს საგჯობია. ფაქტობრივად კითხვაც არ უნდა ეხლა, მაგრამ სავარაუდოდ მეორე შანსი ვისაც უნდა მიეცეს ახლა ფიქრობს რაღაცაზე, მაგრამ თქვენ იმდენად გიყვართ ეგ საქმე მხატვრობა და მხოლოდ მხატვრობა და ეს წერლობა და მხატვრობა ეს ისტორია გიყვართ ეცნობით და ისტორიის დეტალებზე აწყობთ სიუჟეტებს ხო? იყო რა 5 წელი მუშაობდი ამ წიგნზე გიორგი სარგავძის წიგნზე 5 წელი ყველა დეტალი ყველა ავტორი თუ კი ვინმეს რამეა დაწერილი ქართველები არა ქართველი სულ ყველაფერი მოვიყვანე რომ ჯერ ერთი დაახლოებით 30 პოეტი იყო არსებობს ზოგი ცოცხლებია დღეს რომ სარგავძე ლექსებია დაწერილი არავინ არ იცოდა რაღაცა ნაწილმა იცოდა აბა ის აღარ იქნებოდა მაგრამ სულ გამომახვდა ყველაფერი შევიტანე ამ წიგნში შევიტანე და ერთ-ერთი პიროვნება იყო სერგო წურწუმია გენერალ-ლეიტენანტი იყო და ეს წიგნი მაჩუქედა ნუ წაიკითხა მე დამიბარეს ჩვენთან იყო დიოსკორია 2005-ის ქართველთა და აფხაზთა შერიგების კავშირის თავმჯდომარე გარდაცვლილი ცხოვრება დამიბარეს ნუ მივედი რა ახლა დამიბარეს პატივისცემი და მივედი და არჩეული ხარ რომ შენო რა საპატიო გენერალ-მაიორად ახლა შე მხატვარი წერა და ახლა გენერალ-მაიორი აი სურათი აი ეს აი ნახე იქ არის ხოდა ეს მედალი რაც იქ არის მანდალი მაინც ასეამუნო რომ დაგიფასდათ ეს თქვაც მარაბდის მოვლენების განხილვისათვის ახლა რატო აი გენერალ-მაიორი რატო ახლა ჯარში არ ყოფილა შენ გენერალ-მაიორი ფაქტობრივად სტრატეგია არის მარაბდის მოვლენების განხილვისათვის თეორეტიკოსი სტრატეგი თეორეტიკოსი
მარაბდის მოვლენებს აიღო წაიკითხა, მარაბდის მოვლენების განხილვა სხვა კუთხით არის, რო არც არ გამიხილეთ, არ გაკეთებ. აი ეგრე არის ცნობილი. თავს იქ. არც მე გამიგონია. რო წაიკითხა, ვიცი რომ წაიკითხა, ძალიან წაიკითხა, მაგრამ ეს გულმოდგინე მარაბდის მოვლენების განხილვა. რადგანაც მოსმენინ მაქვს თქვენგან ორ მაგინტერესეთ. კი, მან არის, რაღაცა ესეთი რამდენი ყავდა საკადეს, მე რა მოხდა, მე იმის მე რა მოსულ რა მოხდა და სულ ესე კი საკადე უნდა იყოს რაღაც არის ოქროში. დიდი მადლობა ბატონო ნიკო, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. ხელოვანთა არხი YouTube-ზე აიტვირთება ეს მასალა და ვისაც დაინტერესებს გაეცნობა. ბევრი დაინტერესებული არის თქვენი პიროვნებით და კარგია რომ ესეთ სიღრმისეულად დრო დაგვითმეთ და მადლობა, დიდი მადლობა ბატონო ესო თქვენი რომ ასეთი გულმოდგინე შეკითხვებს, აზრებს ამბობდით, შეკითხვებს მისვამდი და ეს გულწრფელობა ჩანდა, ესეთი გულწრფელი დაგხვდო ცხოვრებაში მრავალი ათეული წელი როგორც წესია. გულწრფელობა არის ყველაზე პირველი აუცილებელი პირობა ყველა ურთიერთობისთვის. ოდნავ აი რაღაცა რო არის ხო იცი ადამიანს. ყველანაირი წარმატების გზა არის გულწრფელობა. სიმართლე, აი ეგ არის ყველაზე კარგი. ღმერთმა მოგეყო.